მადლობას გეტყვით დაინტერესებისთვის და ღია ბანკინგის პანელის დისკუსიას დასწრებისთვის. ბევრ დრო არ წაგართვათ, ჩვენ შეხვედრას გახსნის პაპუნა ლეჟავა, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. გთხოვთ პაპუნა. მადლობა გიორგი. ღია ბანკინგის მნიშვნელობა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მატულობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ევროპა არის ალბათ წამყვან როლში ამ კუთხით. ეს ახალ შესაძლებლობებს აჩენს როგორც ბანკებისთვის, ისე ფინანსური ტექნოლოგიების სხვა კომპანიებისთვის. ღია ბანკინგი რამდენიმე ეტაპად იყოფა. ის გულისხმობს როგორც მოხმარების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ტრანზაქციების გაზიარებას, ასევე გადახდების ინიცირების შესაძლებლობას. მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ საერთო სტანდარტების შემუშავება იქნებოდა მნიშვნელოვანი, რათა არ მოხდარიყო ბაზრის არასასურველი ფრაგმენტაცია და ამას ხელოვნური ბარიერები არ შეექმნა ფინტექ კომპანიებისთვის მასშტაბის მისაღწევად. წელს თებერვლიდან ჩვენ დავიწყებთ აქტიური მუშაობა საბანკო ასოციაციასთან და ბანკებთან ერთად ამ პროექტის განსახორციელებლად. დღეს უკვე ღია ბანკინგის საერთო ტექნიკური მახასიათებლები გამოქვეყნებულია საბანკო ასოციაციის მიერ. ჩვენ გვინდოდა რომ 2020 წლის ბოლოს უკვე ძალაში შესულიყო და 21 წლიდან ამოქმედებულიყო ღია ბანკინგის სარგებლები, თუმცა პანდემიის გამო მოგვიწია ამ დედლაინის 3 თვით გადაწევა. ახლა უყურებთ 31 მარტს როგორც დედლაინს. საზნამხედველო მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ ღია ბანკინგის შემოღების პროცესი რამდენიმე ეტაპად წარმოგვიდგენია, რათა სისტემაში არ დაგროვდეს არასასურველი რისკები, როგორც კიბერრისკები, ისე საოპერაციო რისკების კუთხით. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ღია ბანკინგი მხოლოდ ბანკებს და მხოლოდ ინფორმაციის გაცვლას, ხოლო მომდევნო ეტაპებზე მოხდება უკვე ღია ბანკინგის სხვა ასპექტების შემოტანაც თამაშში. მადლობა პაპუნა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კითხვები თუ გექნებათ, რომ გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე. დავაშიარებ. თუ ვერ დაასკანერებთ QR კოდს, საიტზე შევძანდით, ჩაწერეთ ის კოდი აქ მითითებული, ან კიდევ ლინკს ჩავაგდებ Zoom-ში. ეხლა მინდა სიტყვა გადავცე ოთარ გორგოძეს, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზნამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროს, რომელიც ისაუბრებს ღია ბანკინგის მიზნებზე ეროვნული ბანკის განმსახედიდან. გთხოვთ ოთარ. ამოჯობოთ ისმის ჩემი ხმა? ნორმალურად ისმის. დიახ, ისმის. კარგი, ძალიან კარგი. მოგესალმებით მეგობრებო. იმედია სლაიდიც გამოჩნდა, დაშიარდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას დაინტერესებისთვის და მონაწილეობისათვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის, დარწმუნებული ვარ ეს ჩვენი საბანკო სისტემის განვითარებისთვის და ზოგადად ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისათვის. ზოგადად მე ვისაუბრებ საზნამხედველო, ასე ვთქვათ, ხედვაზე რა არის ღია ბანკინგი, რატომ არის ეგ მნიშვნელოვანი. ასევე შევეხები იმ ახალ ბიზნეს მოდელებს, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ღია ბანკინგის საფუძველზე. ასევე ვისაუბრებ რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით, რა არის ჩვენი სტრატეგია ღია ბანკინგის დანერგვის მხრივ და ასევე ვისაუბრებ ხედვაზე, რა შეიძლება იყოს მომავალში, ანუ რა ბიზნეს მოდელები და რა მიმართულებები შეიძლება დაშენდეს ღია ბანკინგის პროექტზე. ანუ ზოგადად ალბათ ეს ტენდენცია ყველასთვის დაცული არის, საბანკო, ასე ვთქვათ, ფინანსური ბაზარი იცვლება, შემოდიან ფინტექ კომპანიები, ასევე საგადახდო კომპანიები მათი წილი იზრდება, ეს ხდება ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასე ვთქვათ, ხარჯზე. ეს ალბათ მნიშვნელოვანი ტენდენციის დასაწყისია და უნდა მოველოდოთ, რომ ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაგრძელდება. განსაკუთრებით ძალიან ბევრი გააზრება ხდება ამ პრობლემების პანდემიის ფონზე, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტი კითხვები ისმება
ხომარჯობია კიდევ დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია წავახალისოთ დისტანციური ონბორდინგი, დისტანციური სერვისების მიწოდება, იმიტომ რომ ამის საშუალებებს ტექნოლოგია აშკარად იძლევა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ხო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხო, რაც ამ ტენდენციებს უწყობს ხელს, არის ღია ბანკინგი. ანუ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ღია ბანკინგი როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საბოლოოდ ფინტექ ეკოსისტემის გასავითარებლად. მნიშვნელოვანი საკითხია რა არის ღია ბანკინგი. ძალიან ბევრი თქვა მიდგომა შეიძლება იყოს აქ და აზრი, ხო, იმიტომ რომ ახალი მიმართულება არის, ასე ვთქვათ, ზუსტი განმარტება შეიძლება იცვლებოდეს. კარგად რო წარმოვიდგინოთ ეს რა არის, ალბათ ცოტა ისტორიული მიდგომა იქნება ძალიან სასარგებლო. იმიტომ რომ ისტორიულად, ხო, თან ძალიან დიდი ისტორია არის, დაახლოებით 10 წლის წინდან მდგომარეობას რო გადავხედოთ, მე მგონი საკმარისია, იმიტომ რომ საბანკო საქმე ძირითადად მოიაზრებოდა როგორც დახურული საქმიანობა, ხო, მიხვიდოდი ფილიალში, მიხვიდოდი ბანკში და იქ აწარმოებდი, ასე ვთქვათ, შენი ფინანსების მართვას, ან პირდაპირ ფინანსური ფიზიკური კონტაქტი აუცილებელი იყო. თუმცა ეს თანდათან იცვლება, რა თქმა უნდა, შეიცვალა, თქვათ, ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარების წყალობაზე, ინტერნეტი განვითარდა, ბანკებმაც შექმნეს ინტერნეტ ბანკი. და ზუსტად აი აქედან იწყება, რომ ინტერნეტ ბანკმა ხო შექმნა ახალი წარმოდგენა, რა, როგორ შეგიძლია მიიღოს საბანკო მომსახურება, რა, იმიტომ რომ უცებ აუცილებლობა აღარ არის იმის, რომ მიხვიდე ბანკში, ხო, ყველაფერი ხდება დისტანციურად. ამას ასევე დაედო, ასე ვთქვათ, დამატებითი მოთხოვნა, იმიტომ რომ კითხვა არის, თუ კი სერვისების მიწოდება შემიძლია ინტერნეტის მეშვეობით, ხო, კიდე რაღაც მოდელების დაშენება შეიძლება ასე, რა და ერთ-ერთი პირველი, თქვათ, ასე ვთქვათ, შეიძლება დღევანდელი გამოსახედი ცოტა მახინჯი მიდგომა იყო, ეგრეთ წოდებული screen scraping-ის მიდგომა, როდესაც ინტერნეტ ბანკის, ასე ვთქვათ, გადაცემა ხდებოდა მესამე მხარის მიმართ სხვადასხვა სერვისების მისაღებად. ხო, ძალიან აქტიურად ხდებოდა იქ პარსინგი ამ ინტერნეტ ბანკის და, თქვათ, მონაცემების დამუშავება, რომელიც მე შეიძლება, თქვათ, მოხმარებლის სასარგებლოდ სხვადასხვა მიმართულებით გამოყენებულიყო. ნუ ამას მოყვა დიდი, ასე ვთქვათ, ნებათაღელვა, დაპირისპირება, ხშირ შემთხვევაში იყვნენ ბანკები, რომლებიც, თქვათ, ამას ხელს არ უშლიდნენ, ზოგიერთი მიესალმებოდა, მაგრამ იყო ბანკები, რომლებიც, თქვათ, პირდაპირ წინააღმდეგებოდნენ აი ამ თემას, რა, და ხდებოდა ამ screen scraping-ის, თქვათ, ჩახურვა, ხო? ნუ საბოლოო ჯამში ამ პრობლემატიკის ზედამხედველი დაინტერესდა და ეს იყო ალბათ, ასე ვთქვათ, ღია ბანკინგის, როგორც ახლა ჩვენ ის დღეს გვესმის, მისი დაბადება. ნუ 2015 წელს, ხო, ანუ ევროკავშირმა მიიღო PSD2-ის ასე ვთქვათ, რეგულაცია, დირექტივა, რომელიც ამ პრობლემას წყვეტდა და ეს მთელი პროცესი წაიყვანა ღია API-ების მიმართულებით. ხო? ნუ მის შემდეგ უკვე გავიდა რამოდენიმე წლები და დღესდღეობით რაც ყალიბდება, ხო, ანუ ამ ღია ბანკინგის საფუძველზე და არის ყველაფერი ეს დაფუძნებული ღია API-ებზე და ეს კიდე დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. ანუ ზოგადად რო შევაჯამოთ, ღია ბანკინგი არის, ასე ვთქვათ, ისეთი გადაწყვეტა, სადაც, ასე ვთქვათ, მოხმარებელი ხდება ძალიან ცენტრალური და მნიშვნელოვანი, რა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მოხმარებლის არის ის ფინანსური აქტივებიც, რომელსაც ბანკი ინახავს და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც ბანკის მიერ ხდება შენახვა და მას როგორც თავისი ფინანსების განკარგვის თავისუფლება აქვს, ხო? ასევე მას უნდა კონდეს სხვა დანარჩენი ინფორმაციის განკარგვის თავისუფლება. ნუ ზოგადად ეგ არის რაც მოიაზრებოდა ასე ვთქვათ, ღია ბანკინგად, ხო? ანუ ეს არის ხედვა ღია ბანკინგზე. ნუ ეს ამას ყველაფერს ეხმარება ტექნოლოგია, ხო, იმიტომ რომ ადრე ძალიან ძნელი იყო, ახლა ძალიან იოლდება, ხო? უკვე მოხმარებელს ხელში მობილური აქვს, მობილური შეიძლება ძალიან ბევრი ოპერაციების გაკეთება. ნუ ასევე გამოჩნდნენ ფინტექ კომპანიები, ხო, რომლებიც ასე ვთქვათ, იყენებდნენ ამ ტექნოლოგიას და ახალი შესაძლებლობები
გამოჩნდა თანდათან. ასევე თანათანობით ხო ანუ ბანკებშიც მოხდა გადააზრება რა, რეალურად რა ხდებოდა რა, იმიტომ რომ ბანკებას დაინახენ რომ ძალიან ასე ვთქვათ დიდი შესაძლებლობები იხსნებოდა მათ წინაშე, ხო, ნუ ისინი დაფიქრდნენ ისეთ პროდუქტებზე, ხო, რასაც ახლა უძახიან აი ჩანერგი პროდუქტებს, embedded finance რასაც უძახიან, იმიტომ რომ ეგ არის ასე ვთქვათ გზა, ხო, რომ მიხვიდე მოხმარებელთან უკვე რა სხვადასხვა მიმართულებით, ისე რომ ფილიაში მოხმარებელი არ მოვიდეს რა. და embedded finance-ის ალბათ ერთ-ერთი ვთქვათ მახასიათებელი არის, რომ აი ფინანსური მომსახურება წარმოიშობა მაშინ, ხო, როდესაც ამის საჭიროება არის. ასევე მნიშვნელოვანი რომ მარეგულირებელიც ფიქრობს რეალურად რა ხდება, ხო, იმიტომ რომ პრაქტიკულად ახალი ბაზარი იქნება, ხო, ძალიან დიდი სარგებელი შექმნა ხდება როგორც მოხმარებლისთვის, ასევე თვითონ ფინანსური ბაზრისთვის და მარეგულირებელი ჩაერთო ამ საკითხში, რომ როგორ დაეხმაროს ღია ბანკინგის განხორციელებას. ნუ ზოგადად ახლა რო გადავხედოთ ხო რა ძირითადად რა არის ღია ბანკინგი, ალბათ ასე მნიშვნელოვანი იქნება შევხედოთ რა პროდუქტები ვითარდება ღია ბანკინგის საფუძველზე. ხო, ნუ ალბათ ჩამონათვალი აქ არასრული არის, ხო, ძალიან ბევრი არის. ნუ ეს თემები შეეხება ეგრეთ წოდებულ smart onboarding-ს, ანგარიშის გახსნას, იდენტობის ვერიფიკაციას, ასევე ახალი შესაძლებლობები იქნება შემოსავლების შემოწმების მხრივ, ასევე ვთქვათ, ფორმების ავტომატიზირება, ისე რომ ვთქვათ, მოხმარებელი არ იყოს გადაღლილი, ხო, სხვადასხვა ინფორმაციის შეტანით თავის smartphone-ში თუ პერსონალურ კომპიუტერზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ჩნდება მოხმარებლის, ასე ვთქვათ, პროფილის შესასწავლად. იმიტომ რომ ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ძალიან იოლად მოხდეს მოხმარებელზე ციფრული ინფორმაციის მოგროვება და გაანალიზება. ასევე მნიშვნელოვანი ხდება მოხმარებლისთვის ავტომატიზირებული ფინანსური მართვის და რჩევის მიცემის სისტემები, ხო? ანუ არის სოლუშენები, არის გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვათ ავტოდაზოგვის მიმართულებით მიღავთ open banking-ი, ასევე smart ბიუჯეტირება, ასევე შესაძლებლობები იხსნება მიკრო და SME ფინანსების მართვის უკეთესი შესაძლებლობების მხრივ. ძალიან იოლად ხდება ანგარიშების აგრეგირება, მათ შორის შემოდის ისეთი თემები, როგორიც არის ავტომატური ბუღალტერია და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ამას მოყვა ღია ბანკის განვითარებას, არის გადახდების სივრცეში, ხო, მნიშვნელოვანი ინოვაციები და პრაქტიკულად ყისიერი გადახდების მიღწევა, ისე რომ შეიძლება რაღაც დამატებითი ინფრასტრუქტურის აუცილებლობაც არ იყოს საჭირო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გაგვიაზრებია რეალურად რა ხდებოდა, როგორ მიდიოდა ეს მიმართულებები და რა შეიძლება ყოფილიყო კონკრეტულად ზედამხედველის როლი, რომ ამ პროცესებს დახმარებოდი. ზოგადად რომ გავაკეთოთ მიმოხილვა, ხო, რა ხდება, ხო, ანუ ღია ბანკის დადების მხრივ, ხო, ანუ ქვეყნების მიხედვით, ხო, რაღაც საუკეთესო პრაქტიკა არ არსებობს. არის ისეთი მიდგომები, სადაც თქვათ ცენტრალიზების სხვადასხვა დონე არის, მაგალითად ევროკავშირში ძალიან კარგად ნაცნობი თქვათ ბევრისათვის ეგრეთ წოდებული PSD2 რეგულაცია, რომელიც თქვათ რაღაც პრობლემებს წყვეტს, თუმცა დეცენტრალიზაციისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობებს ტოვებს და ამ ყველა თითოეული საკითხის გადაწყვეტა არ ხდება, ხო? ასევე გვაქვს დიდი ბრიტანეთის მაგალითი, ხო, რომელმაც თქვათ ცენტრალიზაციის მხრივ უფრო ასე ვთქვათ აქტიური ნაბიჯები გადადგა, ასევე ინდოეთი, არის ასევე სამხრეთ კორეა, ხო, ნუ სამხრეთ კორეა პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ძალიან ცენტრალიზებული გადაწყვეტა მოიფიქრა ღია ბანკინგის პრაქტიკულად instant payment-ები, ანუ ყისიერი გადარიცხვები და ღია ბანკინგი პრაქტიკულად ერთ პლატფორმაში მოაქცია და ერთად გააკეთა. ნუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაგვიაზრებია, ხო, როგორ უნდა მივიდგოთ ამ პრობლემას, ასევე გავითვალისწინოთ ქართული ასე ვთქვათ თავისებურებები, ანუ ზოგადად ჩვენ ვაღიარებით, რომ პრობლემა იყო, მნიშვნელოვანი პრობლემა იყო კოორდინირების პრობლემა რა. იმიტომ რომ რა ჩვენ ნახეთ, ხო, სხვადასხვა მაგალითები, იმპლემენტაციის მაგალითები, ხო, ძირითადი
თემა ეს გამოიკვეთებოდა რა, იმიტომ რომ ყველას აწყობს, ყველას მოწონს, ხო, მაგრამ ამის გაკეთება და კოორდინირება ძნელია. ასევე ძალიან დიდი გაურკვევლობა იყო აი ხარჯების სტრუქტურაზე, თუ ეს თემა თუ გაკეთდებოდა, ხო, როგორი ხარჯების სტრუქტურა უნდა იყოს, ვინ უნდა გაინაცვლოს ეს ხარჯები და ასე შემდეგ. ასევე ძალიან ცხადი იყო ჩვენთვის, რომ მხოლოდ აი რეგულაცია საკმარისი არ არის. აი PSD2-ის მაგალითი ძალიან კარგი იყო რა, იმიტომ რომ PSD2 პრაქტიკულად იყო რეგულაცია, ხო, სხვა დამატებით ვთქვათ, თემებს არ გასაზღვრავდა, შეიძლება იყოს ტექნიკური სტანდარტები, თუმცა მაგალითად აი ბანკებს საშუალება ეძლეოდათ, რომ თითოეულ ბანკს თავისი API სტანდარტი ქონოდათ. და რაც საბოლოო ჯამში ხო პრობლემებს ქმნიდა ფინტეკებისთვის, იმიტომ რომ სკალირება ძალიან ძნელი ხდებოდა, იმიტომ რომ ერთი ბანკის API სტანდარტს მოერგებოდი, ხო, მაგრამ მეორე პრობლემა იყო მეორე ბანკის API სტანდარტზე გადასვლა, იმიტომ რომ სხვადასხვა იყო პრაქტიკულად. ნუ ზოგადად რო ფიქრობთ, როგორ მოგვარები ეს პრობლემები, ხო, ანუ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ ჩვენ თვითონ როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე თქვა კარი კონსულტანტებთან ჰქონდა განხილვები, ასევე თვითონ ბანკებთან და საბანკო ასოციაციასთან. ნუ რეალურად ეს სამუშაოები ჩვენ დაახლოებით 1 წლის წინ დავიწყეთ. და რამოდენიმე საკითხი რაც გამოიკვეთა იყო, რომ აუცილებელი იყო და აჯობებდა საერთო სტანდარტის შემუშავება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს სტანდარტი არ ყოფილიყო რაღაცა ესეთი ხისტი, ხო, და საჭირო იყო მისი ცვლილება, იმიტომ რომ ყოველწლიურად ხო ახალი მოთხოვნა არის ციფრული ბანკინგის მიმართულებით, ხო შეიძლება ყოველ წელს ახალი სერვისები ჩაემატოს. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ბანკების როლისთვის ხაზი გაგვესვა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო ამ ინფრასტრუქტურის მიმწოდებლები ბანკები არიან. და მნიშვნელოვანი არის, რომ ისეთ სქემაზე ვიფიქროთ, სადაც მათ ასე ვთქვათ, ეს როლი ექნებათ ძალიან კაფიოდ გასაზრული და ასევე დაინახავენ, რატომ არის ჩართვა მნიშვნელოვანი ამ საკითხში. ასევე ვფიქრობდით, რომ რაღაც ესეთი ფორმა მოგვეძებნა თანამშრომლობის, რომელიც ვთქვათ, კერძო საჯარო პარტნიორობის ბაზაზე იქნებოდა და არ იქნებოდა ვთქვათ, ესეთი რაღაც სამხრივი რაღაც მოთხოვნები, რომელიც მე ძალიან ხშირად არის ასე ვთქვათ, იმპლემენტაციის დროს პრობლემა. და ასევე რადგან ზოგადად პროექტი ძალიან რთული არის, ხო? ანუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არა ეგრეთ წოდებული ვთქვათ Big Bang მიდგომით წავსულიყავით, ხო? სადაც ვაძლევთ deadlines და ყველაფერი იმ deadline-ისთვის კეთდება, ხო? არამედ ეტაპებად აგვეყო და თანდათან გაგვეკეთებინა ეს საქმე და თითოეული ეტაპის შემდეგ რეალურად საშუალება გვექნებოდა შეგვეფასებინა რა გაკეთდა და ასევე თუ რაღაც პრობლემებს აღმოვაჩენდით, მოხდარიყო ამ პრობლემებზე რეაგირება. ზოგადად რა გაკეთდა, იმიტომ რომ წლის განმავლობაში ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ანუ შარშან ძირითადად იყო, ასე ვთქვათ, წლის ბოლოსთვის ძირითადად კვლევების ფაზა იყო, სადაც ჩვენ სწავლობდით სხვადასხვა იმპლემენტაციის პრაქტიკას, სხვაგან რა მოხდა, ხო, რჩევებს ვიღებდით. შემდეგ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ბანკებთან, საბანკო ასოციაციის ფარგლებში, საბანკო ასოციაციამ შექმნა ღია ბანკინგის კომიტეტი, ღია ბანკინგის ჯგუფი. ასევე ამ ჯგუფის ფარგლებში ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები ღია API სტანდარტის დასანერგად და უკვე ამ წლის სექტემბერში ხო ეს სტანდარტი გამოქვეყნებული იყო და საკონსულტაციოდ არის ღია, ყველა შეუძლია ნახოს და ასე ვთქვათ ეცადოს თუ ის აპირებს მომავალში ღია ბანკინგის ტექნოლოგიური გადაწყვეტის ასე ვთქვათ გაკეთებას, ხო, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ასევე საშუალება არის, რომ კომენტარები მივიღოთ და გამოვითაროთ ეს სტანდარტი. ასევე შემდეგი წლისთვის უკვე იგეგმება თქვა რეალური ასე ვთქვათ სატესტო გაშვება, ანუ ზოგადად უძახით როგორც აი პირველი sandbox-ი მოვიაზრებთ რომ ჩვენ თავიდან მხოლოდ ეს ბანკებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რათა რეალურად ნახოთ როგორ მუშაობს ეს სისტემა და საჭიროების შემთხვევაში გავაუმჯობესოთ
შემდეგი წლის მარტისთვის უკვე იგეგმება რთული აუთენტიფიკაციის წესების შემოღება და ასევე ასე ვთქვათ ამ API სტანდარტის გახსნა ჯერჯერობით ბანკების შიგნით. შემდეგი წელს ასევე იგეგმება მნიშვნელოვანი სამუშაოები, იმიტომ რომ უკვე ჩვენ უნდა მოვემზადოთ ფინტექ კომპანიების ასე ვთქვათ ჩასართავად ამ სისტემაში. ანუ შემდეგ წელს რეალურად დადგინდება სერტიფიცირების კრიტერიუმები ფინტექ კომპანიებისთვის. რომელიც ამ სერტიფიცირებას გაივლის, მე პრაქტიკულად მას ექნება ცნობა ბანკების მიერ ასე ვთქვათ გამოდგმულ API-ის ინფრასტრუქტურაზე. ასევე შემდეგ წელს ვფიქრობთ, რომ გავაფართოვოთ სტანდარტი და მოიცვა სხვადასხვა სერვისები, რომლებიც ჯერჯერობით არ არის მოცული ჯერჯერობით მხოლოდ ინფორმაციის გაცვლაზე გვაქვს აქცენტი. ვფიქრობთ, რომ შემდეგ წელს უკვე შესაძლებელი იქნება საგადახდო ოპერაციების ინტეგრირება. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ შევიმუშაოთ ბიზნეს უწყობების კრიტერიუმები და ასევე მონიტორინგის შესაძლებლობები, რომლებიც საშუალებას მოგცემს რეალურად დავაკვირდეთ, როგორ ხდება ბანკების მიერ ამ API მომსახურების მიწოდება. და ასევე წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ უკვე შესაძლებლობა გვექნება ფინტექ და სხვა კომპანიებიც ჩავხდოთ ღია ბანკინგის პროექტში, ნუ ზოგადად ეს არის საბოლოო მიზანი. მადლობა. ასევე წარმოგიდგენთ ბოლოს სლაიდია ვამთავრებ უკვე. ასევე ჩვენ საკმაოდ ფართოდ უყურებთ საით შეიძლება განვითარდეს ეგ თემა. იმიტომ რომ მომავალში ვფიქრობთ, რომ ამ სტანდარტის როლი მნიშვნელოვანი იქნება სხვა ფინანსური სერვისების ინტეგრაციისთვის, რა, იმიტომ რომ ჯერჯერობით ასე ვთქვათ PSD2-ის არეალი არის მოცული ღია ბანკინგით, მომავალში ვფიქრობთ, რომ აი ნებისმიერი სერვისი იქნება ჩართული და ზოგადად ეს ხელშეუწყობს ეგრეთ წოდებულ PaaS მოდელის განვითარებას, ანუ საბანკო სერვისები, როგორც სერვისის განვითარებას და ასევე ზოგადად კარგი იქნება ეგრეთ წოდებული embedded finance ჩანებილი ფინანსების მოდელის განვითარებისთვის. ასევე წარმატების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ იგივე პრინციპების გამოყენება ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა სექტორებსაც, სადაც მომხმარებლის მონაცემები ინახება და ასევე მნიშვნელოვანია ამ მომხმარებელთა მონაცემების დაცვა. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი თემა ხო, რასაც ჩვენ ახლა მუშაობთ და რაც სტანდარტი მოიცავს არის ისეთ თემები, როგორც არის GDPR-თან თავსებადობა, ხო, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი, რომლებიც ბანკებს გააჩნიათ. ნუ ზოგადად წარმატების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს პრინციპები შეგვიძლია განვავრცოთ და სხვა სექტორებშიც გამოვიყენოთ. მეც აღარ შეგაწყენთ, საინტერესო პანელისტები ყავს დანარჩენ ნაწილშიც. მადლობა ყურადღებისთვის. აქ რამოდენიმე ბული არის მოყვანილი, ხო, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ღია ბანკინგის სტანდარტს, ასევე ფინანსური სტარტაპების შექმნილი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ინოვაციის ოფისის მისამართი არის, სადაც შეგიძლიათ ამ ინფორმაციას გაეცნოთ და ასევე დაინტერესების შემთხვევაში კითხვები მოიწეროთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ოთარ საინტერესო პრეზენტაციისთვის. ისევ თავშეგაწყეთ და განახებთ თუ სანამ მოიწეროთ კითხვები, იმიტომ რომ ხალხი გვერდდება და შეიძლება ზოგმა ვერ ნახოს. ეს არის ლინკი. ან შეგიძლიათ ამ საიტზე შევძანდეთ და ამ ნომერით გამოგვიგზავნოთ. შემდეგ პანელის წარვადგენ ეს არის გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი და ფინტექის წარმომადგენელი და ის ისაუბრებს შესაძლებლობებზე, რომელსაც ღია ბანკინგი აძლევს ბანკებს. მოგესალმებით, მადლობა გიორგი. ეცემ სლაიდი. მემედია ჩანს ახალგაზი არ აქვს. მე მგონი ჩანს, ხო? კარგით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე საქართველოს ბანკს წარმოვადგენ და ძალიან მიხარია, რომ ამ ღონისძიებაში მაქვს საშუალება წარმოვადგინო ჩვენი თქვა შეხედულება რა შესაძლებლობებსაც აფრთხილებს ქმნის open banking ბანკებისთვის. ერთი ძალიან მიხარია, მინდა აღნიშნო, რომ ერთი წლის წინ მქონდა ზუსტად ასეთი თემატიკის კონფერენცია, ალბათ ბევრი ესწრებოდით რომს ჰოტელში და მიხარია, რომ დღეს უკვე კონკრეტული თარიღებია, კონკრეტული სამოქმედო გეგმა არის და
შედეგობრივ ეტაპზე გადავედით და უკვე კონკრეტული სახე მიიღო ამ იდეებმა. ძალიან მოკლედ ვეცდები რომ გავიაროთ ეს თემები, რადგან დროში შეზღუდული ვართ. ძირითადად ვისაუბრებ ევროპაში როგორი use case-ები იყო open banking-ის ფარგლებში, ასევე რა შესაძლებლობებს ქმნის ეს use case-ები როგორც ბანკებისთვის, ისე fintech კომპანიებისათვის და ეკოსისტემის გაფართოების კუთხით რა შესაძლებლობები იქნება ამ კუთხით. ერთი კვლევა მინდა მეც გავაზიარო, ეს Tinky ალბათ ბევრს ხსენიათ კომპანია სკანდინავიური, რომელიც open banking სივრცეში საკმაოდ წამყვანი კომპანიაა. მათ გამოკითხეს 290 ბანკი იმ კითხვით თუ რა use case-ებში იყენებენ ძირითადად ამ რეგულაციას და API სტანდარტებს. რა თქმა უნდა, ძირითადად KYC და onboarding-ის სერვისები აქტუალური იყო, თუმცა რაღაც დონეზე პოთარსაც ჰქონდა ეს სლაიდებში და იქაც ემთხვეოდა PFM-ი, ერთიანი საბანკო multi-banking-ი, SP მართულება და payment-ები ძირითადად ჭარბობს მოკლედ იმ კუთხით თუ რა ფუნქციური გამოყენებით შეძლეს ბანკებმა რომ ეს სერვისები გამოიყენებინათ. რამდენიმეზე მინდა გავამოხილო ყურადღება. ბევრი თქვენგან შეიძლება უკვე ნაფიქრიც გაქვთ ამ საკითხზე, ბევრი შეიძლება ახლა ფიქრობს, ამიტომ ფიქრობ რომ საინტერესო იქნება ამ პროცესის გაზიარება. პირველი, რასაც ჩვენ ფიქრობთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იცვლება open banking რეგულაციის შემდეგ, როგორც ბანკებისთვის, ისე fintech-ებისთვის არის ის, რომ ორივე მხარეს ექნებათ სვომა კლიენტის ყველა ანგარიშზე. კლიენტის თანხმობის შემდეგ, რა თქმა უნდა. ეს ერთი მხრივ ბანკებსაც უწვდის, ასე ვთქვათ, აძლევს შესაძლებლობას, რომ აქამდე თუ კლიენტს სხვადასხვა აპლიკაციებში უწევდა ყველა ანგარიშის ნახვა, ერთ აპლიკაციაში მოახერხოს კლიენტმა ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა, როგორც ბალანსის, ისე ანგარიშის ინფორმაციის და ტრანზაქციული ნაწილის კუთხით. თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე მეორე მხარე უნდა ვახსენოთ fintech კომპანიებისათვის. აქამდე თუ იყო ბაზარზე wallet-ები, რომლებიც უფრო საბარათე ოპერაციების კუთხით საქმიანობდნენ, მას შემდეგ რაც ეს რეგულაცია მიიღებს იმ სახეს, რომ fintech კომპანიებზე გაიხსნება სერვისები, კლიენტის სურვილის შემთხვევაში ესეც უნდა გავიაზროთ, რომ მოხდება ის, რომ ბანკიდან გადაინაცვლებს სხვა აპლიკაციებში, რომელიც უფრო მეტად მოწონს. შესაძლებლობაა თუ რისკი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბანკის მზაობაზე, ბანკის ხედვებზე, ორგანიზაციების ხედვებზე. სარკისებრი არის თითქოს ერთი მხრივ შეიძლება გავიაზროთ, რომ უფრო კარგი ფუნქციონალი შეიძლება შევქმნათ აქეთ ბანკების მხარეს, მეორე მხრივ გავიაზროთ, რომ სხვა ბანკის აპლიკაცია თუ მოეწონება, უკვე კლიენტის მხარეს რჩება ძალაუფლება, რომ გადაწყვიტოს რომელი არხი გამოიყენოს. ისევე როგორც გარეშე აპლიკაციების კუთხით. Multi-banking-ში ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, რომ შემდეგი მოხსენებელი მიხეილი ისაუბრებს პირველ ფაზაში შემავალებზე, აქ არა გვაქვს გადახდის API პირველ ფაზაში. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს, რომ კლიენტს საშუალება ჰქონდეს არა მხოლოდ დაინახოს ანგარიშები და მონაცემები ამ ანგარიშების გარშემო ერთ აპლიკაციაში, მისი მართვაც შეეძლოს. შესაბამისად, payment initiation API-ც ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციონალს გახსნას. მეორე ნაწილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, პოპულარული არის PFM-ი, პერსონალური ფინანსების მართვის კუთხით იქნება შესაძლებლობა, რომ აქამდე თუ კონკრეტულ არხებში კლიენტს შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ იმ ბანკის ტრანზაქციების ანალიზი ენახა, აქ უკვე სრული სურათი დაინახოს და ერთიანი, ვთქვათ, შემოსავლები ხარჯები დააჯამოს, ნახოს კატეგორიზაცია ხარჯების და შესაბამისად თუ გარეშე იქნებიან fintech-ები, რომლებსაც აღნიშნული ფუნქციონალის კეთება ჩათვლიან, რომ უკეთ შეუძლიათ ვიდრე ბანკმა, შესაძლებლობა ექნებათ, რომ ეს მონაცემები წაიღონ კლიენტის თანხმობის შემთხვევაში და აღარ მოუწიოთ screen scraping და სხვა შემოვლითი გზები. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე ქართული fintech კომპანია საუბრობდა, რომ ესეთი მეთოდები ჭირდებოდა ამ ფუნქციონალის შექმნისთვის. Scoring-ი და შეთავაზებების კუთხითაც, რა თქმა უნდა, უკეთესი სურათი იქნება იმ მხრივ, რომ კლიენტს გარდა მარტო იმ მხრივ კი არ ექნება კომფორტი, რომ უკეთესად ნახავს თავის პროდუქტებს ერთ აპლიკაციაში. ამ ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში ბანკებს და fintech-ებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ უკეთეს შეთავაზებები დააგენერირონ. იგივე credit scoring-ის კუთხით და პროდუქტების შეთავაზების კუთხით უფრო ფართო სურათი დაინახონ და მეტი საჭირო პროდუქტის შეთავაზონ. თუმცა აქაც აღსანიშნავი არის, რომ ასეთი ფუნქციონალისთვის ყველა კომპანიას დაჭირდება უფრო დეტალურად დაინახოს ტრანზაქციების ისტორია და დაიდენტიფიციროს კლიენტს რა საჭიროებები აქვს და იგივე PFM-შიც მეტი სიზუსტისთვის დაჭირდება დეტალური ველების ნახვა ტრანზაქციების შემთხვევაში და უფრო მეტად ანალიტიკური ნაწილი მოდის აქ.
ერთი საინტერესო use case, რომელიც ხშირად იყო ნახსენები, ყველა კვლევაში იყო ციფრული onboarding-ის ავტომატიზაცია. როგორც Facebook-ი და Google-ი არეგისტრირებენ კლიენტს, ასეთი ფუნქციონალი გაჩნდა ბაზარზე, რომ ბანკით დარეგისტრირდეს სხვადასხვა აპლიკაციებში. ეს შეიძლება იყოს როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური სივრცეები. აქ რამდენიმე პლუსი არის. ერთი მხრივ, რომ ავტომატურად მოხდეს კლიენტის რეგისტრაცია და დამოწმებული მონაცემების გაცვლა მოხდეს და ხელით არ შევაყვანინოთ. ერთი რომ UX-ის კუთხით ხელით არ შევაყვანინოთ მონაცემები და მეორე მხრივ, რომ პირდაპირ დამოწმებული მონაცემები წამოვიღოთ. ეს სასარგებლო შეიძლება იყოს როგორც ბანკებისთვის, რომ სხვა ბანკის კლიენტი კაი კლიენტია, მეორე მხრივ ფინტექ კომპანიებისთვის. თუმცა აქაც საუბარი არის, ეს უფრო არის ევროპის პრაქტიკა, იქ გაკეთდა ბევრი ესეთი სერვისი, აქ უფრო ალბათ ბანკების მხარეს იქნება და რეგულაციის მხარეს ეს სერვისი სავალდებულო დონეზე იქნება, არ იქნება თუ როგორი ფორმით იქნება ხელმისაწვდომი. კიდევ ერთ საინტერესო кейსი არის ფინანსური პროდუქტების მარკეტპლეისები. აქ რეიზინგის მაგალითი მინდა მოვიყვანო. Open banking რეგულაციამ გაუხსნა გზა ისეთ მარკეტპლეისებს, რომლებიც კლიენტს თავაზობენ პროდუქტების შედარების და onboarding-ის საშუალებას. რეიზინგი ალბათ ბევრს ხსენიათ, მაგრამ მაინც ახსნი ეს არის დეპოზიტების მარკეტპლეისი, სადაც კლიენტ შეუძლია აირჩიოს რომელ ბანკში განათავსოს თანხა ევროპის და სხვა ქვეყნის მასშტაბით და რა თქმა უნდა, აქ უკვე საჭირო ხდება, რომ onboarding-ის ფუნქციონალი არსებობდეს, პროდუქტზე ანგარიშის გახსნის ფუნქციონალი და ერთ მხრივ მოკლედ კლიენტს უმარტივებს გზას, რომ პროდუქტი აირჩიოს და არ იყოს კონკრეტულ ბანკზე დამოკიდებული, ადვილად მოიძიოს ინფორმაცია, მეორე მხრივ კი, ხო, ფინტექს უმარტივებს იმას, რომ აგრეგირება გააკეთოს ამ ინფორმაციის და კლიენტამდე მიიტანოს უკეთეს ფორმით და ბანკებს ეხმარება იმაში, რომ marketplace-ზე მიწვდეს ყველა იმ კლიენტს, ვისაც ასეთი პროდუქტი აინტერესებს და შემდეგ უკვე პროდუქტის პირობებით იყოს კონკურენცია და UX-ით რომელ ბანკში გააწვეს კლიენტი რომ გახსნას ანგარიში. ეს სლაიდი ცოტა ცხრილი არის და ისეთი არც ისე მარტივი, მაგრამ ერთი მინდოდა გამიზიარებინა კიდევ ბანკებმა რა გზას მიმართეს უცხოეთში, ბრიტანეთში, ევროპაში, ბევრმა ბანკმა დაიწყო აქტიური საქმიანობა იმისთვისაც რომ გარშემო სტარტაპები მოიზიდონ, ბევრი აქსელერატორი შეგვხვდებოდათ, ბევრი ინოვაციების ცენტრი, ფონდები, რომლებიც ცდილობენ რომ კარგად გაანალიზონ რა ტექნოლოგიური ბიზნესები არსებობს, რა იდეები არსებობს და ამ ხალხს რა სერვისები ჭირდებათ და მოკლედ ამ მხრივ საკმაოდ დიდი ინვესტიციები გაიღო ბევრმა ბანკმა. და ბოლოსკენ მინდა მეც შევეხო banking as a service ნაწილს, ამ მხრივაც იქნება შესაძლებლობა ოთარ მახსენა რომ თითქოს უფრო წავა ეს ყველაფერი არ მხოლოდ ფინტექ მიმართულებით ბევრ სივრცეში ფინანსური კომპონენტების ინტეგრირება. ეს პირდაპირ open banking-ს და რეგულაციებს შეიძლება არ ეხებოდეს, მაგრამ ვფიქრობთ რომ იქიდან გამომდინარე რომ მომხმარებელს სხვანაირი მოლოდინი შეექმნება, რომ არ იქნება მიჯაჭვული ერთ აპლიკაციაზე და შეიძლება ფინანსური პროდუქტები სხვადასხვა ადგილებზე მიიღოს. ვფიქრობთ რომ მომხმარებელს მეტი მოლოდინი ექნება, რომ უფრო მეტად ინტეგრირებული იყოს მისი ბანკი სხვადასხვა ადგილებში. გარდა იმისა, რომ ამისა ტექნიკური სტანდარტიზაციაც საშუალებას მოგცემს, რომ ბევრ ტექნოლოგიურ კომპანიასთან უფრო მარტივად ავაწყოთ ინტეგრაციები და საბოლოო ჯამში მივიღოთ ის, რომ კლიენტს მივაწოდოთ სერვისები იქ, სადაც ჭირდება და არა იქ, სადაც ჩვენ ვეძახით. ეს ლოგოები უბრალოდ პრინციპით მაქვს ჩახდილი ქართული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა კონკრეტული კონკრეტულ პროექტებს აღნიშნავს. ამ მხრივ ბანკი პრინციპში საქართველოს ბანკის კუთხით რო გითხრათ, უკვე გარკვეული პერიოდია აქტიურად საქმიანობთ. ბოლო პერიოდში ალბათ შეამჩნევთ გაჩნდა ავტორიზაციის API სერვისი, რომელიც ჩაშენებულია Extra-G-ზე, Area-G-ზე, რაც საშუალებას გვიქმნის, რომ გარე პლატფორმებზე მოვაბათ სხვა პროდუქტები, როგორიც არის განმარტება, როგორიც არის იპოთეკურ სესხებზე იდეები, სხვა გადახდის მეთოდებით API სერვისები. ამიტომ ჩვენც ვფიქრობთ, რომ ზოგადად ეს ტრენდი, რომ გახსნილი უნდა იყოს ბანკი API-ების კუთხით, საშუალებას მოგცემს, რომ არ ჩავიკეტოთ ჩვენ დიჯიტალ არხებში და უფრო მეტ ადგილას მივწვდეთ კლიენტებს და მივაწოდოთ სერვისები. რაც საბოლოო ჯამში სამ ძირითად კომფორტს ქმნის ბანკისთვის და კლიენტისთვის. ერთი რომ ბანკისთვის ადვილდება კლიენტთან წტომა, იქ შეუძლება სერვისის მიწოდება, სადაც ეს ხალხი იყრის თავს, მაგალითად Area-ის შემთხვევაში, იქ უძრავი ფონების პლატფორმაზე ბინას ათვალიერებს კლიენტს, რატომაც არა, რომ იქ შეუქმნა საშუალება, რომ იქიდანვე მოითხოვოს იპოთეკური სესხი. მეორე მხრივ პროდუქტების გაყიდვების კუთხით უკეთეს დროს და ადგილს არჩევ, სად და როდესაც ჭირდება კლიენტს იქ მიაწოდოს სერვისი და რაც თავარია UX-ი გაუმჯობესოთ, რომ იქიდან არ გადმოვიყვანოთ ჩვენს არხებში და იქვე კონდეს საშუალება, რომ ის სერვისი მიიღოს, რაც ბანკისგან ჭირდება. ეს არის მოკლედ
ჩვენი მხრიდან ვის ალბათ ბევრჯერ გსმენიათ FinTech-ი, WebGuard-ი, ეს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. საქართველოს ბანკის მხრიდან რაც კი რამე open banking-ის და ზოგადად ამ ინდუსტრიის მიმართულებით სიახლე არის ხოლმე, ყოველთვის ვათავსებთ ამ WebGuard-ზე. გარკვეული პერიოდია უკვე ვაფინანსებთ ძალიან ბევრ ღონისძიებას, აქტიურად უჭერთ ხარს ქვეყანაში ამ სფეროში მიმდინარე ყველა საინტერესო აქტივობას და იქვე ნახავთ subscribe-ის ფუნქციას და გირჩევთ რომ დასაბსკრაიბდეთ, მიიღებთ მეილზე ყველანაირ სიახლესაც ჩვენი მხრიდან იქნება და პლუს აქ უყრით თავს API სერვისებს, გამოჩა მეხსენებინა ბიზნეს ინტერნეტ ბანკის API სერვისებიც ერთ-ერთი ესეთი მაგალითი, რასაც ვფიქრობთ რომ საშუალებას გაგვაძლევს რომ გავიდეთ ჩვენი არხების გარეთ და დავაინტეგრიროთ სერვისები სადაც საჭირო. ძალიან დიდი მადლობა დროში შეზღუდული ვარ და ვეცდები რომ შემდეგ მადლობა. ვფიქრობ ძალიან ინფორმატიული იყო ეს პრეზენტაცია. კიდევ გავაშიარებ 2 წუთით, მაგრამ თავს აღარ შეგამწყეთ. და აქვე წარმოგიდგენთ შემდეგ პანელის, ეს არის მიხეილ კაპანაძე, ესე ვთქვათ, ღია ბანკინგის ხორცის შემსხმელი, ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი საქართველოს საბანკო ასოციაციაში. და ის ისაუბრებს ღია ბანკინგის სტანდარტზე და დანერგვის გამოწვევებზე საქართველოში. გთხოვთ მიშა. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩანს ხო ჩემი სლაიდი? პირიქით მადლობა, კი ჩანს. ხო, პირველ რიგში შეასო, ხორცის შემსწრელი ამ სტანდარტის, რა თქმა უნდა, ვიქნებით ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამაში ყველა იქნება ჩართული და დიდი მადლობა უნდა უთხრა ყველას, ვინც უკვე აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. მადლობა მოწვევისთვის და წარმოგიდგენთ ჩემს პრეზენტაციას, სადაც პრაქტიკული განხორციელების საკითხებზე ვისაუბრებთ. ჯერ ორიოდე სიტყვით რომ მიმოვიხილოთ, ანუ ამჟამად რა მხარეები ვარ ჩართული ამ პროცესში. ეროვნული ბანკი თავისთავად როგორც მარეგულირებელი, საქართველოს საბანკო ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ კომერციულ ბანკებს და არის ასე ვთქვათ პლატფორმა ამ და მსგავსი ინიციატივების განხორციელებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, რომ ზოგადად ეს პლატფორმა არსებობს და კარგია, რომ ესე იგი ასეთი მიზნების გამოიყენება. ღია ბანკინგის კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ასევე უნდა აღნიშნო, ეს არის ესე იგი წარმომადგენლები საბანკო სექტორიდან, რომლებიც და ღია ბანკინგის კომიტეტი იმართება ორ კვირაში ერთხელ, სადაც უკვე პრაქტიკული საკითხები განიხილება. ღია ბანკინგთან დაკავშირებით არა მარტო ზოგადი რაღაც ხედვები, არამედ უკვე ძალიან დეტალური საკითხებიც მათ შორის. რა თქმა უნდა, ყველა ბანკი, ვინც არის საქართველოს ლიცენზირებული მოქმედი, ყველა არის ჩართული ამ პროცესში და ჩვენ ახლა დავიწყეთ კიდევ ერთი ციკლი, ასე ვთქვათ, უკვე კიდევ უფრო პრაქტიკული საკითხების ყოველ ორკვირეული შეხვედრები, როცა უკვე დანერგვისას წარმოჭრილი პრობლემები და სხვა საკითხები შეიძლება განიხილებოდეს, მოკლედ აქტიურად ვარ ჩართული კომუნიკაციაში. შემოგვიერთდნენ, ესე იგი, საბანკო IT გადაწყვეტილებების მოწოდებელი სხვადასხვა კომპანიები, რამდენიმე კომპანია უკვე, ასე ვთქვათ, აქტიურად არის, მათ შორის სთავაზობს გარკვეულ პროდუქტებს ბანკებს და ხო, ესეც პლუსია, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით არ უწევს ყველა ბანკს არც თუ ისე მარტივი საკითხის გაკეთება, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება ერთ შეხედვით მარტივად ჩანდეს, რომ რაღაც API უნდა გამოდგა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ტრადიციული ბანკინგისთვის ეს მაინც რაღაც სხვა არის. გარკვეული გამოწვევა მაინც არსებობს, რა თქმა უნდა, ტექნიკური გამოწვევის ჩათვლით და შესაბამისად, solution provider-ების არსებობას ბუნებრივია მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით მე რა შემიძლია ვთქვა, ეს სქემა არის დაახლოებით სქემატულად წარმოვიდგინეთ, როგორ არის ასე ვთქვათ, ჩვენ ესე იგი საქართველოში მაინც და მაინც აბრევიატურებს არ ვიყენებთ ხოლმე, უბრალოდ სტანდარტში არა აბრევიატურის გარეშე იმდენად გრძელი სახელები გამოდიოდა, რომ შევამოკლეთ რაღაცები. ზოგადად ღია ბანკინგი გულისხმობს იმას, რომ გაჩნდება ახალი ტიპის ასე ვთქვათ, მოთამაშე, ანუ ეგრეთ წოდებული მესამე ხარის პროვაიდერი, რომელიც ჩვენი დღევანდელი მოდელი შეიძლება იყოს ორგვარი, შეიძლება იყოს ანგარიშის ინფორმაციის პროვაიდერი, რომელიც უბრალოდ ინფორმაციას აწვდის მოხმარებლებს, ანუ
საგადახდომო სერვისის მოხმარებელს და მეორე ვარიანტი არის რომ იქნება გადახდის ინიცირების მომსახურება და შესაბამისად პროვაიდერი ეს ორი გამოვყავი იმიტომ რომ ისინი დაექვემდებარებიან ცალ-ცალკე მოთხოვნებს და ცალ-ცალკე ლიცენზირების წესს ბუნებრივია ანუ რა თქმა უნდა გადახდის ინიცირება ბევრად უფრო რისკიანია და შესაბამისად იქ კონტროლები ბევრად მეტი იქნება ვიდრე ანგარიშის ინფორმაციის მომსახურებაში რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ინფორმაციას გასცემს მაგრამ მაინც ისეთი რისკიანობით არ ხასიათდება ამ პროვაიდერებს ექნება დაცული კავშირი უკვე ბანკის ინფრასტრუქტურასთან და ბანკები და რომლებიც თავის მხრივ მერე უზრუნველყოფენ ინტეგრაციას მათ შიდა ინფრასტრუქტურაში საბანკო სისტემასთან დაკავშირებას როგორც API-ების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მანდ არის ძლიერი აუთენტიფიკაცია რომელზეც ცალკე შევახებით შემდეგ სლაიდებზე ეს არის ძალიან ასე ვთქვათ მოკლედ რო წარმოვიდგინოთ სქემა რა თქმა უნდა ჩვენ არ ვფიქრობთ და ეს თავყრილობას საკმაოდ ფართო თავყრილობას ძალიან კარგია ამ მიზნიდან გამომდინარე რომ ეს უნდა ჩაიკეტოს საბანკო სისტემის შიგნით და როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამაც და წარმომადგენლებას უკვე თქვეს ეს ასე არ იქნება ბუნებრივია შესაბამისად ეს რაღაც ინტერეს ჯგუფები უნდა გაფართოვდეს და სხვადასხვა მიმართულებით რა ვიცი არსებული და პოტენციური საგადამხდელო მომსახურების პროვაიდერი ბუნებრივია რომ აქ პირველი ასე ვთქვათ საინტერესო სამიზნეა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც სავარაუდოდ ექნებათ აქ თავიანთი წვლილი და ისინი დაინახავენ მათთვის გარკვეულ სარგებელს მე ასე ვთვლი რომ საჯარო სექტორის დაინტერესება შეიძლება აქ არსებობდეს თან სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესება ერთი მიმართულება არის უშუალოდ ამ სერვისების გამოყენება სხვადასხვა საჯარო სერვისების მიწოდების გასამარტივებლად და მეორე არის თვითონ მოდელი ანუ მოდელი რომელზეც ჩვენ მოვშავთ და რომელი მოდელის პრინციპში შეიძლება რომ გარკვეულწილად ელექტრონული მართლობის ასე ვთქვათ შემდგომი განვითარების და შემდგომი გადააზრებისთვისაც იყოს კარგი ფინტექ კომპანიები გასაგებია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა იმიტომ რომ იქ ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით რაც შეიძლება საინტერესო იყოს აქ და ზოგადად ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი რომელიც ამ მიმართულებით არის დაინტერესებული არის ბუნებრივია ჩვენი ინტერეს ჯგუფების ესე იგი პოტენციური წევრი და უფრო მეტიც ჩვენ ვფიქრობთ რომ არ ჩავიკეტოთ საერთოდ საქართველოს საზღვრებში მათ შორის იგივე სერვისების მიმართულებით ანუ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ის რომ რაღაც უნიკალური სტანდარტი შეგვექმნა რომელიც არავის არ ეწოდინება ასე ვთქვათ ქვეყნის მასშტაბით შესაბამისად სტანდარტები დავაფუძნეთ ცნობილ სტანდარტებზე, ანუ ეს არის ევროპის ეგრეთ წოდებული ბერლინის ჯგუფის სტანდარტი, რომელსაც რეფერენსებში ჩვენი სტანდარტის რეფერენსებში ნახავთ და აქტიურად ვეფუძნებით მას. ვცდილობთ მინიმალურად გავიქცეთ, ასე ვთქვათ, მაგ სტანდარტისგან, რამდენადაც ეს საშუალება იქნება. რა თქმა უნდა, ლოკალურ სპეციფიკას ვერსად გავექცევით და იქნება რაღაც საკითხები, სადაც გადავუხვევთ, მაგრამ ძირითადად ვეყნობით უცხოურ, ანუ ევროპულ სტანდარტს და იმედი გვაქვს, რომ ეს დაეხმარება ბევრი მიმართულებით ჩვენი სტანდარტის პრაქტიკულ დანერგვას და არა მარტო პრაქტიკულ გამოყენებას უпростоრად. ამჟამად ესე იგი ასოციაციაში უშუალოდ ამ საქმეზე ორი პირი ვართ დაკავებული, რომელიც ჯგუფში წევრები ვართ და რა თქმა უნდა ასოციაციის დანარჩენი რესურსების დახმარებით, თუმცა dedicated ასე ვთქვათ ორი ადამიანი ვართ და კიდევ მომავალ წელს გავფართოვდებით. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ გვიშლის ხელს, რომ მაქსიმალურად შევხვდეთ და ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს. თუმცა ინტერესი ასე ვთქვათ ნელ-ნელა იზრდება. და ეს ძალიან კარგია და ძალიან სასიხარულოა. ხო, პროექტს ამჟამად აფინანსებენ ასოციაციის წევრი კომერციული ბანკები, ანუ სხვადასხვა ბუნებრივია სტანდარტიზაციის პროცესზე საჭიროება თავისი ფინანსური დანახარჯების და რა თქმა უნდა ამაზე დიდი მადლობა. უკვე ჩატარებულ სამუშაოზე ვიტყვი ორი სიტყვას, ესე იგი სტანდარტის ამჟამინდელი სტაბილური ვერსია არის 0.6, ალბათ როგორც ვერსიიდან, ასე ვთქვათ, მიხვდებით სტანდარტი ევოლუციას განიცდის. აქ შემოკლებული ფორმულის გავაკეთეთ, რომ უფრო მარტივად დასამახსოვრებელი ყოფილიყო მათ შორის. იქ რა თქმა უნდა, სხვა პრეზენტაციებში QR კოდებითაც იყო მოწოდებული.
უკვე ხელმისაწვდომია knowledge ვერსიის როგორც ქართული ისე ინგლისური ვარიანტი, როგორც რა ვიცი, Word-ში ისე PDF-ში, იმიტომ რომ რა ვიცი, თუ ვთქვათ, კომენტირება დაშილდება, Word-ი უფრო მოსახერხებელია. და ჩვენ რა თქმა უნდა უკვე მუშაობთ 07 ვერსიაზე, სადაც ბუნებრივია რომ შევა ისეთი საკითხები, რომლებიც knowledge ვერსიასთან დაკავშირებით წარმოიშვა, იმიტომ რომ უკვე მიმდინარეობს ბანკებში ამის დანერგვა და შესაბამისად კითხვების რაოდენობა იმატებს. და სხვა დამატებით საკითხები. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მინდა ანუ აქვს სხვადასხვაგვარი აუდიტორია შევამჩნიე და სავარაუდოდ ცოტა ტექნიკურ საკითხებზეც ინტერესს მოკლებული არ იქნება თუ ვიტყვით, რას ვაკეთებთ. ანუ პირველი ეს არის კავშირის დამყარების საკითხი, აქამდე ტრადიციულად, როდესაც თქვენ ბანკთან რაღაც სერვისს ამყარებდით, ამისთვის მიდიოდით ბანკთან, აწყობდით რაღაც დახურულ კერძო ქსელს, ეგრეთ წოდებულ VPN-ს. ახლა ეს ასე არ იქნება, ღია ბანკინგი გულისხმობს იმას, რომ ეს ინტერფეისი ღიაა, მათ შორის ანუ ღია არის ინტერნეტში, რაც რა თქმა უნდა თავის საფრთხეებს წარმოშობს, ბუნებრივია და აქედან გამომდინარე მთელი რიგი დამცავი მექანიზმები არის იმისათვის, რომ მიუხედავად ამისა ინტერფეისი იყოს, რაც შეიძლება კარგად დაცული. ამიტომ, რა ვიცი, ურთიერთ აუთენტიფიკაციისთვის რაღაც პროვაიდერსა და ბანკ შორის იქნება გამოყენებული სერტიფიკატები, მესიჯებზე დაიდება ელექტრონული შტამპები, მოხმარებლის ძლიერი აუთენტიფიკაციის გასაკეთებლად ვისარგებლობთ ისეთი საყოველთაო ცნობილი პროტოკოლებით, როგორც არის OAuth და OpenID Connect, თუმცა რეალურად საჭირო იქნება მათი გაფართოება, ანუ გაძლიერება უსაფრთხოების თვალსაზრისით ეგრეთ წოდებული financial grade API-მდე. Financial grade API არის ზედნაშენი ამ ორ პროტოკოლზე. იმიტომ როგორც ალბათ ნაწილი თქვენგანს მოიხსენება ეს პროტოკოლები ძირითადად იმისთვის იყო, რომ რაღაც Facebook-ით და Google-ით და მსგავსი სოციალური ქსელებით ლოგინი ყოფილიყო შესაძლებელი და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ფინანსურ სერვისებზე, ბუნებრივია იქ რისკები და დასრულობის მოთხოვნილებები ბევრად მაღალია. ეს financial grade API მას ეწოდება, იმიტომ რომ თავიდან დაიწყო ეგრე, თუმცა მე ძალიან მალევე აღმოაჩინეს რომ ეს შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა სხვა სერვისში, სადაც მაღალი რისკიანობა არის და სადაც ინფორმაციის დაცულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, მე როცა ვთქვი, რომ ეს ასე ვთქვათ, გარკვეულწილად დაეხმარება სხვა სექტორებსაც არქიტექტურულ რაღაცების გააზრებაში, მათ შორის ვფიქრობთ, რომ ესეც იქნება ასე ვთქვათ, ირიბი კონტრიბუცია ჩვენი, რომ უსაფრთხო ელექტრონული სერვისები ზოგადად განვითარდეს ქვეყანაში და მარტო ბანკინგს არ შეეხოს და ანუ ასე ვთქვათ გადამდები იქნება ჩვენი სტანდარტიზაცია. მოხმარებლის თანხმობა ინფორმაციის გაზიარებაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მოგეხსენებათ საქართველოში ძალაშია კანონი პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ და ზოგადად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასე ვთქვათ პოლიტიკა ქვეყანაში განუხრელად მიისწრაფის GDPR-ისკენ. შესაბამისად და იქ რა შესაბამისად კომპრომისები მათ არის უფრო და უფრო ნაკლები. ამიტომ სტანდარტი ამას თავიდანვე, ანუ საწყისი ვერსიებიდან უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებსაც, როცა გარკვეული ინფორმაციის გაზიარება ხდება სხვა მიზეზებით და არა მოხმარებლის თანხმობით, თუმცა მოხმარებლის თანხმობის ელემენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ. როგორც უკვე ითქვა, პირველი ეტაპი ითვალისწინებს read-only ასე ვთქვათ ცნომას, ეს არის საგადამხდელო ანგარიშებზე, თავად ანგარიშის ინფორმაციის, ბალანსების და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია. ასევე რაღაც ინფორმაციის მიღება ცალკე არის გამოყოფილი, მაინც ეს როგორც ცალკე დამატებითი სერვისი, რაღაც საბარათი ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ორგვარად შეიძლება იქნას მიწოდებული. ეს არის ასე ვთქვათ ძირითადი ბლოკები, რაც მე 06 ვერსიის, სტანდარტის 06 ვერსიით არის დაფარული. ახალი ვერსიაში იქნება, რაც არ არის საკმაოდ შრომატევადი საკითხია, ბუნებრივია და თავარი გამოწვევა ეს არის, რომ სტანდარტი ბევრია, არის იძლევა ასე ვთქვათ ბევრ თავისუფლებას მათ შორის და ჩვენ გვიწევს, რომ ეს სტანდარტი გარკვეულწილად შევამჭიდროვოთ, რომ რაღაც interoperability ასე ვთქვათ, ანუ ურთიერთთავსებადობა მონაწილეებს შორის იყოს მაქსიმალურად ადვილი მისაღწევი, იმიტომ რომ როდესაც ბევრი ასე ვთქვათ ალტერნატივაა, როგორც წესი, მე ძალიან ძნელი ხდება ხოლმე. ეგ არის ერთ-ერთი რა ვიცი თავარი გამოწვევა, არის კიდევ სხვა გამოწვევებიც, რომლებზეც რა ვიცი, აღარ ვისაუბრებ. სტანდარტთან დაკავშირებით.
პირველი ამოცანა იქნება სტანდარტის განსხვავება, ასე ვთქვათ, მაგალითები და სხვა საჩინოებისთვის მისი რეალიზაცია, როგორც ბანკების მხარეს, ისე ფინტეკების მხარეს იყოს უფრო ადვილი. რაღაც ველების აღწერების დახვეწა მათ შორის, იმიტომ რომ ჩდება კითხვები, რომ აი ამ ველში ჩემი საბანკო სისტემიდან რა მნიშვნელობა გადმოვიტანო. გარკვეულწილად ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ საბანკო სისტემების სტანდარტიზაციას გამოგვდის არაპირდაპირ და ესეც არის გარკვეული გამოწვევა, თუმცა ჯერჯერობით კლაუდებით. იქ რაღაც მაგალითად საბარათე ანგარიშების და ბარათებთან დაკავშირებული სერვისებთან დაკავშირებით იყო ბევრი კითხვები, რომლებსაც ასევე რაღაც უახლოეს ვერსიებში დავფარავთ, რომ ესეც იყოს ნათელი, იმიტომ რომ საქართველოში ასე ვთქვათ ბარათების გამოყენება ძალიან პოპულარულია და შესაბამისად სერვისებიც ისეთი უნდა იყოს, რომ ადამიანს გაუმარტივოს, ესე იგი, თავის ანგარიშებზე ინფორმაციის მიღება, მათ შორის ანგარიშის იდენტიფიცირება, რომელ ანგარიშზე იღებს ინფორმაციას, ამიტომ არის საბარათე ანგარიშები მნიშვნელოვანი. ვიწყებთ მუშაობას ასევე ისეთ საკითხებზე, როგორც არის კლიენტის აუთენტიფიკაცია ცალკე არხით, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო use case მოგცემს, ანუ ეს არის ასე ვთქვათ, ანუ როგორც წესი, როდესაც თქვენ მუშაობთ იგივე ინტერნეტ ბანკში ან ნებისმიერ მობილ ბანკში, ხო? თქვენ როგორც წესი იმავე ტერმინალზე, ასე ვთქვათ, იმავე მოწყობილობაზე აკეთებთ ოპერაციას, რომელშიც აკეთებთ აუთენტიფიკაციას, ანუ user და parole-ს მოკლედ სადაც კრებთ, იქვე კრებთ გადარიცხვას, ან რავი, იქვე ხედავთ ინფორმაციას. რაც ხშირად არ არის ხოლმე მოხერხებული, მაგალითად პატარა მობილური ეკრანზე შეიძლება ისეთი მოსახერხებელი არ იყოს. და მაგალითად თვითმოსახურების ტერმინალში ასეთი რაღაცის გაკეთება უკვე ნიშნავს, რომ თვითმოსახურების ტერმინალის ან ეკრანზე უნდა იკრიფოს ინტერნეტ ბანკის user და parole, რაც არასასურველია, ან რა ვიცი, რაღაც სხვა უნდა მოხდეს, მაგალითად ახლა გავრცელებულია ბარათებით ძირითადად. ჩვენ საშუალებას დავასტანდარტებთ ისეთ გზას, როდესაც თქვენ მაგალითად გახართ ტერმინალთან, იქ რაღაც საკუთარ ანგარიშებს ხედავთ და მაგალითად ირჩევთ თუნდაც რომელ ანგარიშზე შეიტანოთ თანხა ტერმინალში, თუმცა აუთენტიფიკაციას აკეთებთ მობილურ ტელეფონით. რაც სერვისებს გაამარტივებს და ეს სხვა სერვისებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის. და ბუნებრივია, ჩვენი მიზანი არის, რომ ამის ინტეგრაცია იყოს მარტივი, შესაბამისად ვამზადებთ ახლა გამოსაქვეყნებლად რაღაც API-ის ტექნიკური აღწერის ფაილს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენ მხარეს ასე ვთქვათ, ანუ ფინტეკებს საშუალებას მიგცემთ, რომ უფრო მარტივად დააგენერირონ იქ რაღაც კოდის ფრაგმენტები, რომ მე მარტივად მიუგვერთენ ჩვენ სერვისებს. ეს არის ასე ვთქვათ ტექნიკური საკითხები, გარდა ამისა ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ 2021 წელი დავგეგმოთ და ანუ ნახოთ რა გვექნება 2021 წელს, აქ ჩამონათვალი არის ზოგადი ასე ვთქვათ საკითხებისა, რომლის მიმართულებითაც ფიქრი მიდის, ესია არ არის საბოლოო და ბუნებრივია შეიძლება შეიცვალოს, უბრალოდ გავაჟღერებ, ასე ვთქვათ, თორე უფრო დეტალურად. გადახდის ინიცირებაზე უკვე საუბარი იყო, რომ ანუ გარდა იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ API საშუალებით მიიღოთ ინფორმაცია, თქვენ საშუალება უნდა გქონდეთ, რომ გადახდის ინიცირება გააკეთოთ რაღაც პროვაიდერის არხიდან და რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია 2021 წლისთვის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ეგრეთ წოდებული ციფრული ონბორდინგი. საბანკო კონტექსტში ეს უფრო არის ის, რომ ანუ არათუ რომელიმე საიტზე აკაუნტის გაკეთება, არამედ მაგალითად თუ ხართ ერთი ბანკის კლიენტი, მეორე ბანკში პირველი ანგარიშის გახსნა, იმის საფუძველზე, რომ პირველ ბანკში თქვენ უკვე გარკვეული პროცედურები გაიარეთ და არ არის სასიამოვნო, რომ ყველაფერი ეს გაიაროთ მეორედ და არ არის მოხერხებული. რომ აღარაფერი ვთქვათ, ესე იგი ლოკდაუნზე და კოვიდის გამოწვეულ საკითხებზე, ანუ ამ მიმართულებითაც მიდის მუშაობა და პრიორიტიზაციაზე მათ შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ჩავიკეტოთ ზოგადად PSD2-ის, ასე ვთქვათ, თავდაპირველ ფორმაში, რა ქვია, საზღვრებში. ანუ თუ PSD2 ძირითადად ეხებოდა მაინც საგადამხდელო ანგარიშებს და საგადამხდელო ანგარიშების ინფორმაციას და საგადამხდელო ანგარიშებიდან ოპერაციების გაკეთებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივად იქ აუცილებლად უნდა დაემატოს სხვა ტიპის ანგარიშები და სხვა ტიპის სერვისები. და საბოლოო ჯამში მივიდეთ, ანუ ამისთვის ცალკე სახელი არსებობს, რაღაც open banking-იდან გადავიდეთ რაღაც open finance მიმართულებით. და შესაბამისად მიმდინარეობს ფიქრი იმაზე, რომ და მუშაობა იმაზე, რომ ხო არ დავაპრიორიტეტოთ რომელიმე მათგანი და შევთავაზოთ მათ შორის მარეგულირებელს, იმიტომ რომ თქო უნდა მარეგულირების მოთხოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორ რასაც ის ასე ვთქვათ, მოგთხოვს პირველ რიგში უნდა დავაკმაყოფილოთ, თუმცა
ჩვენი მიზანი არ არის ის რომ მხოლოდ მარეგულირებლის მოთხოვნით შემოვიფარგლოთ და ასე ვთქვათ იქით აღარ გავიხედოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელზეც მიდის ასე ვთქვათ ფიქრი ამსჯელობა და რაღაც ფორმა და კონტურები ექნება 2021 წელს ეს არის ფასიანი API-ები ან უფასო API-ის ფასიანი ოფციები, იმიტომ რომ ღია ბანკინგის ასე ვთქვათ ქონა ბანკისთვის რა თქმა უნდა გარკვეულ დანახარჯებს თან მუდმივ დანახარჯებს მოჩვენის გულისხმობს, სერვერი უნდა ქონდეს, ადმინისტრატორი უნდა ყავდეს და ასე შემდეგ, რაც ხარჯია. შესაბამისად, რაღაც დონეზე მონეტიზაციის საჭიროება, მონეტიზაციის საშუალება იქნება კარგი. და რა ვიცი, მაგ მიმართულებითაც ვფიქრობთ, რა შეიძლება იყოს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მაგალითი არის, რომ საბანკო ამონაწერის წამოღება მაგალითად თუ რაღაცა რაოდენობით თქვა დღეში არის უფასო და რაღაცა რადიკალურად უფრო სწრაფად წამოღება, რაღაც წამში რაღაც ერთი რაღაც უზარმაზარი ამონაწერის წაღება, რა თქმა უნდა, ალბათ ვერ იქნება მთლად უფასო და შეიძლება იყოს ფასიანი. თუმცა ამონაწერის წაღებასთან დაკავშირებით ჩვენ სხვა იდეებიც გვაქვს, ეს არის რაღაც push notification-ების სერვისები, რომელზეც ასევე ვფიქრობთ, მოკლედ ბევრ რაღაცაზე ვფიქრობთ, გარდა იმისა, რაც უკვე გავაკეთეთ და რასაც ხვეწავთ და რაშიც ბანკებს ვეხმარებით. ასევე ჩვენ გონია, რომ ეს სერვისები მათ შორის რაზეც გავლენას მოახდენს, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არის რა, რომ ღია ბანკინგი ეს არის პროვაიდერის ცნობა ბანკში ჩემს ანგარიშებთან, ხო? ანუ პროვაიდერი მესამე მხარეა, რომელიც წდება სხვის ჩემს თქვენს ანგარიშს ბანკში. გარდა ამისა, ქვეყანაში ვიცით ყველამ, რომ გვაქვს სერვისები, რომლებიც არის, რომ მე მქონდეს საკუთარ ანგარიშთან თლომის საშუალება და ნუ იქ რაღაც საბუღალტრო პროგრამით ან სხვა რაღაც პროგრამით, მხოლოდ საკუთარი ანგარიშების ინტეგრაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღია ბანკინგის სკოუპის, კონკრეტულად არსებული სკოუპის მიღმა დგას, ჩვენ მოვველით, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენი სტანდარტები მოახდენენ გავლენას და მოახდენენ, ასე ვთქვათ, პოზიტიურ გავლენას, ესე იგი, მსგავსი API-ების სტანდარტიზაციაზე და შესაბამისად ისეთი solution provider-ებს, რომლებიც თქვა რაღაც სალარო, სასაწყობე თუ ნებისმიერ სხვა პროგრამებს ან თლიან რაღაც ERP solution-ებს თავაზობენ, ეტაპობრივად ალბათ იმათაც გაუმარტივდებათ გარკვეული საკითხების გაკეთება, იქიდან გამომდინარე, რომ რა ვიცი, ღია ბანკინგის სტანდარტი არაპირდაპირ გავლენას იმ სერვისების სტანდარტიზაციას მოახდენს. ნუ ეს არის შეძლების დაგვარად მოკლედ, ესე იგი, რაც შემეძლო რომ მეთქვა. ეს არის რაც ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ესე მუშაობს მაქსიმალურად მჭიდროდ ბანკებთან და ნელ-ნელა, ესე იგი, სხვა მოთამაშეებთანაც და დიდი ამბიციები და დიდი გეგმები გვაქვს, მოკლედ 2021 წლის განმავლობაში და იმედი გვაქვს, რომ 2021 წელი იქნება საქართველოსთვის მართლა ღია ბანკინგის წელი და დაიწყება მერე ამ მიმართულებით განუხრელის და აღმავლობა. მოკლედ სულ ეს იყო, თუ რამე შეკითხვები გააქვთ, ესე იგი ჩვენი მოდერატორი დიახ და ჩვენი საიტი და ჩვენი სტანდარტებთან დაკავშირებული მეილი ასევე მითებულია ბოლოში. დიდი მადლობა ყველას. მადლობა მიშა, ძალიან ინფორმატიული და საინტერესო პრეზენტაცია იყო. ვფიქრობ ნაწილობრივ მიშამ გააცა თქვენ შეკითხვებს პასუხი, იმიტომ რომ ვადევნებ თქვენ შეკითხვებსაც. პასუხს დროში ვართ შეზღუდულები და გადავალ შემდეგ პანელისტზე. ეს არის დავით ბაზიერაშვილი, ASECO-ს CEO. ხოთ დავით, როგორც ვიცი, ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრებთ. კი ბატონო, მადლობა. მოგესალმებით. მადლობა საინტერესო პანელზე მოწვევისთვის. ერთს დავაზუსტებ, მე გახლავთ ASECO საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. ჩვენთან ერთად პანელზე ასევე არიან ჩვენი თანამშრომლები. ევროპის ოფისიდან რობერტ მიჰაეკი და ნენად რანკოვი და უკაცრავად ისმის ხმა? დიახ, ისმის. ჩვენ ამ open banking-ის, ანუ ღია ბანკინგის თემებში უკვე რამოდენიმე თვე არის, რაც ჩავერთეთ და არაერთი პრეზენტაციაც ჩავატარეთ. ასევე იყო ვებინარი იმ შემოთავაზების და გადაწყვეტილების შესახებ, რაცაც საბანკო სექტორს თავაზობ.
თუმცა დღეს ჩვენი მიზანი არის რომ გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში როგორც საბანკო სექტორს, ისე რეგულატორს და ისე ფინტეკებს რაღაც გამოწვევების წინაშე დადგნენ და როგორ გადაჭრეს, ანუ რა სწორი ნაბიჯები გადადგეს, რა იყო არასწორი ნაბიჯები და საბოლოო ჯამში როგორ გადაჭრეს ამ ღია ბანკინგის დანერგვის სირთულეები. ასევე ჩვენი თანამშრომლები შეეცდებიან რომ წარმოგიდგინოთ ყველა, ანუ უკვე ბევრი მხრივ იყო ნათქვამი ის კომპონენტები, რა კომპონენტებისგანაც შედგება open banking-ი და ეს PSD2 სტანდარტი რომ მიიღწეს, თუმცა ორი სიტყვით იმასაც ვიტყვით, რომ საქართველოში ეს კიდევ უფრო გამარტივებულად იწყება, ეს ორ ეტაპად გაყოფა, პირველი ეს ანგარიშებზე დაშვება, თუმცა მეორე ფაზა, როგორც აღინიშნა უკვე რომ მომავალ წელს მეორე ფაზის ინიცირება დაიწყება, ეს სიმარტივე მეორე ფაზაში კიდევ უფრო მეტ სირთულეებს წარმოშობს და მე ამ ცოდნის გაზიარება გვინდა, რომელსაც ჩვენი ექსპერტი ციფრული ბანკინგის მიმართულებით რობერტი გააკეთებს მოკლე პრეზენტაციას და შევეცდებით რომ უპასუხოთ თქვენს მიერ დასმულ კითხვებს. Robert, you can I will pass the word to Robert. So Robert, please. Thank you, David, for the nice introduction. I hope you can start seeing my screen. I'm just trying to yes, we do. Now. Yes, we can. Okay, so hello from Europe, hello from Croatia. My name is Robert Mihaljak, as David introduced, and thank you for the opportunity to show you what we do in PSD2. We tried to present a couple of slides, couple of stories and experiences that we had in the same, let's say, journey that I guess Georgia is ahead. And even though we did do a short webinar even before about how we see PSD2 projects usually in our experience, maybe we would like to show you today a couple of things as well. What we like to use is the word pragmatic PSD2 for Georgia. Pragmatic meaning every new compliance, every new initiative is of course a work to be done. And we are very much as a vendor, I mean, also David probably talked about Asseco, we are very close to our customers. We are not only an API provider like we were going to talk about today. We as Asseco really believe we are partners to our customers, which are banks, and we outsource a lot of business processes for them and of course the systems. So we believe that a PSD2 initiative is just like any other regulation for us. We need to be compliant and we need to be on time. And today in Europe, we are. We had some 20 projects in PSD2. In some of the banks, in some of the countries, it was full scope of PSD2, from APIs, authentication, transaction monitoring, consent management, while in some customers, we did only a part of it. Early on in the PSD2 regulation, when it was even being formed, Asseco was one of the members of the so-called Berlin Group. That was, I believe, also mentioned today. Berlin Group is a non-profitable standardization body, which is a membership of payment initiative, national bank associations, software vendors, and banks. And we saw that the PSD2 regulation, which says open up, right? Open APIs, expose new features to customers, was not enough. So we believe that the Berlin Group specification for the so-called standardization was the way to go for us in Europe. And this is important because all of our APIs, all of our solutions follow the Berlin Group specification. Of course, there are local flavors for the APIs, French, UK, Polish, Slovakian. The flavor that will be in the end in Georgia, of course, will, as far as we understood, follow the PSD2 regulation, but every market has its own specifics, and we believe, of course, this will be in Georgia as well. However, we are fairly confident that we can help the market of Georgia and the banks and even the regulator if need to make sure that this, what will be standardized, works with each other. Before we start, probably you are somewhere here being a bank today or even an association or a regulator, where we want to go, right? What will happen with this PSD2 and open banking? There is a lot of ways to go and there are a lot of uncertainties. And of course,
nobody, until we get into these projects, knows all the details, and it will be too much to say. But something that we saw from PSD2 regulation projects is that we had to cover with our customers, and this is why a lot of customers went with Asseco in this project. Of course, you need to understand the regulation. A lot of us are IT people or maybe retail business people, and regulation is something that needs to go very much in the details and to understand it. To be successful in open banking and API banking world, of course, you need to have good knowledge of APIs and how to build them, how to specify them in a way that will be future-proof. Sufficient knowledge of protocols, meaning communication between different entities in the system to make sure that they work. Solution to publish APIs, solution to capture and manage consent. We will focus a bit on this today because consent management is in EU at least a very important part of PSD2. This touches GDPR rights, this touches risk of customers' data. I know that the first phase in Georgia will be access to account only, so there is no big risk of, let's say, fund theft or fraud. But in Europe, consent management and making sure it's secure enough and having a system to take care of it was a big challenge that we managed to overcome. And I would just raise this to your, let's say, attention. It's not only exposing an API, it's about the consent workflow of the customer and that the customer can understand it to make sure that it's also secure and compliant enough from all the regulation point of view. So strong customer authentication solution, definitely it involved a lot in EU improvements on that point. A lot of new reporting to the national banks, to the European Banking Association, definitely a solution for service level monitoring. I don't know if you are aware in Europe, the same level of service you are providing on the API for a third party provider. So if somebody new that wants to get to the account data, the SLA needs to be at the same level as you offer as a bank to your existing customers. So there cannot be, I don't know, an API that is offline 5 hours a day. You need to have the same level of monitoring and the quality of service for third-party providers as well. And of course, there's a lot of integration and testing to be done. So we believe, this is a nice quote by Mr. Einstein, everything should be made as simple as possible, but not simpler than that. And why we want to transfer this message, if you, and we have customers, our customers as well, that, for example, have our core banking, and they told us, listen, we're going to just open up one API and we're going to make it work, and then we'll fix it in the future. The simpler it gets today, in the phase 2 and phase 3 of PSD2, or small changes that we see now in Europe in the consent management, changes in the workflow, for example, of authentication, was a very painful process later on. So one message, whoever or however you will attack the PSD2 regulation, make sure it's future-proof. This is proving very, very much changing in EU as well, because the bits and bytes, the fine-tuning of the regulation and also the workflows definitely will happen. This is at least our experience. In a nutshell, what do you need to do in Europe, at least in the PSD2 regulation? You need to offer the payment service user or a customer to give access, for example, to third-party provider. Meaning in Georgia, some new provider will want to have, I think there was even an example of a PFM. It doesn't even have to be a bank, maybe in the future. A new app called PFM app that is not bound by any app. And they want to get my consent as a user in a bank, give me the access to your account data. Then this third-party provider goes to the bank and says, okay, please give us the access to account to Robert's data. The bank will say, okay, you can get it in two ways. At least it was initial regulation in Europe. One is, of course, the API or a dedicated interface for this, or they even allowed for a, let's say, short fix or a short fix that they will adapt for screen scraping a dedicated interface. No matter which system will be used, the idea is to make it secure and that the data of the customer is done in a way that is authenticated by the strong customer authentication, and that the whole consent workflow, consent management is done in a high security level, and also that you can revoke this consent. So the whole workflow, if I as Robert want to give the access to my account data today to a third-party provider, I can cancel it tomorrow if I want in a matter of seconds. So
my data, not bank's data. It's my account details there, and I can do what I want with it, but I need to have control over it. And this is a very important aspect of the PSD2, not to be taken lightly. How extensive was the PSD2 regulation? Well, the laws or the regulations that we had were some 250 pages during a couple of years. The directive was there from 2015, and then EBA regulatory technical standards went in the later stages, covering different areas of PSD2. Total 250 pages of regulation. But how to make it work and how we made it work with our systems, we, as I mentioned, went with Berlin Group that got 800 additional technical operational rules of implementation guidelines. NIST, which is a standardization body of Berlin Group, also best practices, functional tests, and testing facilities. This is a lot of pages, but what was the idea? The idea is if we have to do it in 20 countries, for example, Asseco did it, I think, in 4 EU countries. We don't want to do for every country a new system that will not work to each other. So the goal of PSD2 is not that everybody exposes their API. It's how to make it for all of the stakeholders in the market that these APIs can work together. And compliance here was actually in the details. So the regulators in a lot of these countries focused a lot to make sure that the players in the market have a standardized ways of communicating and not to have a lot of unnecessary issues in integration or testing with third-party providers. In short, what were the PSD2 requirements and our recommendations to customer? Again, this is the full scope of PSD2 that we do as Asseco and actually as EU. And probably in Georgia, you will have a pace of your own, how you will get to or what parts of the regulation you will take. The first one is definitely dedicated interfaces. Here you see account information. Tomorrow it will be payment initiation services. We recommend exposing APIs that are according to, if it will be Berlin Group in Georgia or any other local, let's say, Georgia interoperability profile. But to make sure that the APIs can work together and that you don't have to do 20 different integrations for every bank, a different one. Explicit consent is very important. So to use an identity and access management system that can manage such consents in the workflow. So we had customers that, for example, did only one SCA workflow. And now the regulator is changing. You need to change the workflow a little bit. You need to add even, I don't know, the coupled workflow. And it's a very painful thing to do if you don't have a robust identity and access management system in place to make sure you can change the workflows later on. Common and secure communication, definitely that API gateways can support encryption and certificate profiles. Secure customer authentication exemptions. Very nice thing for the end customers. Don't forget the end customers. So now PSD2 in Europe allows us to, if I'm doing the same transaction every month, even though the regulations say you need to have strong customer authentication with 2 factors, a mobile token or something. But if you as a bank say, this is low risk and Robert is doing this transfer to David every month, you don't even have to use a customer authentication. The transaction will go like this. So this is maybe sounds a bit risky from a security point of view, but from a user perspective, it's the best way to reduce the friction. Don't use authentication if you don't have to. Confidentiality of the credential, dynamic linking, meaning using a transaction signing, definitely recommended. Transaction monitoring and risk analysis depends if the regulator will put it. Also, we believe you should have it on all of your systems. Testing facility documentation and SLA monitoring, which I already mentioned. So shortly, what is the impact of PSD2 on your bank? Well, you have a business impact, which is the compliance cost, loss of card transaction fees in the future, loss of quality customer interactions if third-party providers will let's say, take this interaction. But also in the IT systems, there is definitely a work to be done with improving the strong customer authentication, exposing the APIs, providing sandbox for third parties, monitoring and keeping the SLAs, and reporting frauds and incidents. We don't think this is only a bad thing. We actually think PSD2 is a good thing. And open banking is proving now more and more in Europe as a place to grow the online interactions of customer. In COVID times, everybody's doing it online.
we see a lot of joint projects, telco, bank, insurance agencies, web shops combining, and PSD2 is the backbone to make it happen in a standardized way. So we really believe if you will go, for example, with a Berlin Group kind of a standpoint, this should standardize the interaction between all the partners. And what we suggest is to have endpoints that are according to Berlin Group. Again, consent management, a very important one. SCA flows, whatever the final, let's say, flow will be chosen in Georgia. Standardized communication of products and formats, security on the very high level, and of course the local flavor which you will have in Georgia. But again, PSD2 is just a starting point, and I'm happy that I saw nice presentations today about open banking. So sooner or later, you will see more and more of the ecosystem of open banking opening up. So business for partners of all sorts, new value-added services, new business models, and this will be driven by the market. Even though the regulator is somehow putting the playground for the PSD2, we all see, or we can expect, that there will be more and more PSD2 driven business cases. And the beauty of how you do today an API gateway, maybe you're opening one API, which is access to account, but you can use the same API platform to open a specific API for your needs. Maybe it's not PSD2 driven, but it's a joint venture between a bank and another service provider in the market. So this is a nice time to think about the future. And one thing that we also like to mention is what we saw with some customers. They went, and this is not only our view, this is actually a technology radar from the market. They say some of the customers went with an overambitious API gateway. So you can even do too much. There are in the market API management platforms that are very good, and these are robust enterprise level systems. When you want to build 200 APIs, they make sense. But if you want to build one or you want to build 5, this is proving as too big of an animal to be used in such an environment. So you don't need 200 people working on your API management platform to build 1 or 5 APIs to be compliant or to, let's say, build something that is needed for your system. So take care. Again, this is not only us. This is the market saying this. To give you a short example, maybe to give you a plastic, how does PSD2 look in real life? Let us show you a small demo, or let's say a workflow, how it looks like today. A new service provider, let's call it IDEO, maybe in Georgia, wants to connect to a bank, to their APIs. Let's call it Open Bank Georgia, not to have a name on it. And then what this PSD provider will do? They will go to Google and say, okay, I want to find the PSD2 APIs of this bank. And then, of course, Google will tell them, oh, we found the landing page or the information where you can find out how you can connect to this bank with the API. And to give you even more than our example, let me show you an example from production. So this is our system in OTP Bank in Croatia, which is EU. So you need to provide all the details for the third-party provider to be able to start connecting to the APIs. Okay, there is some introduction, sandbox environment, production environments. So basically, you need to open up all the details that this new provider can use, how to connect successfully with you as a bank. What you're seeing is our API sandbox, our developer portal, and our landing page as a SECO, but of course it's fully built in bank branding, logo, and colors. So you can see the level of details that we provide for all the APIs, how they can be used, integrated, even examples of our sandbox environment. While when the third-party provider wants to go developing, they can even see the mock data on these APIs. We even do system performance. So you need to provide the information. Is your system, as I mentioned, on the SLA level, the same as you would have for your own e-banking? So this is the system performance on the API level. So uptime, then downtime, you can see this bank, it was fully operational. Error rate, some, let's say, daily error response rates.
average API call in milliseconds. So we can see this API, this is the access to account API, was quite cold in the last, let's say, month. And you can see, I don't know, 400 milliseconds to get the account information, and the transaction details is quite an okay number, I would say. And then you have, this is the payment initiation availability of the system. So all the screens that you're seeing here is Asseco's portal or API metrics that we expose and we built for the bank so that they don't have to build it from scratch. Okay, other than this, we, of course, this PSD2 provider will going to access this API portal, register, become onboarded to the API portal. Then they will start experimenting in the sandbox environment. Something went wrong, then you need to provide a reply on the customer request or the PSD2 request. And of course, after 20 times, they manage to integrate their system to your environment. So from a customer point of view, which is also important, don't forget about the customer. The customer wants to use this third-party provider called IDEO to buy, as a payment provider in this case, to buy a book, right? So they will be on their web shop buying a book, and the web shop is calling IDEO payment provider to pay an invoice with one click. Of course, this system reaches the bank from the IDEO. They go to establishing mutual TLS. So we use, of course, qualified electronic certificates to make sure the communication is encrypted. Go to the, just a second, going now to checking the API gateway level, all the communication, message processing, and facade. Setting up a payment request. Now, if there will be a strong customer authentication or not, we can, in this case, check if there is a low risk transaction, I don't know, 10 euro, there is no even strong customer authentication. If there is one, of course, it will invoke the strong customer authentication workflows. Now we go, okay, the customer signs with the strong customer authentication in their mobile token, exactly this account of data. You can see this was a big amount of books that they bought. And then once even here we have a second signature, the message reaches to the core banking system and it goes to execution just like any other that the customer would make on their e-banking. So this is an example how PSD2 should look like, or how in full scope, of course, when the payment initiation from a third party, account initiation and other are available. But how to get there is not a simple story, of course. And the question is, of course, do we have all that is needed? So just to give you an idea what Asseco does in this example, because the similar architecture sooner or later most banks will have. The blue modules you are seeing here are part of our PSD2 enabler offering. So we provide API gateway system, developer portal, API sandbox, and the core connectors. Identity and access management system takes care of all the workflows, all the consent of the customer and revoking them. Strong authentication system takes care of all the workflows with authentication. Our mobile token solution can be used, and fraud monitoring. And to make it clear, of course, in your banks today, you have a lot of these systems already in place. So some banks will need help with a part of this, while some banks, actually a lot with us, went with the whole PSD2 enabler package because it's pre-integrated and it reduces the risk of such a system to work and to be available in 3 to 6 months, depending on the regulatory deadlines that were in place. So this is our approach to PSD2. This is our experience. To close it up, again, I would say thank you for the opportunity to present what we know about PSD2. If you will need any help, and we are also available for discussions now, we have even Nena Dranko of the call. If there are questions, maybe David, you can moderate if there are some detailed questions to be asked. But we are here, and if you know, just to give you a nice end to this message, even though the regulation is upon you, we have seen it in a lot of countries already. You know, this can work in the end quite nicely, and we are here to help if we can. That's the message here. Okay. Thank you. Thank you, Robert. Thank you. კიდევ ერთხელ როგორც ხედავთ, გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანი არის და სხვადასხვა
შემთხვევები ზოგიერთი ბანკი, როგორც აღნიშნეთ, ბევრი კომპონენტი უკვე არსებობს ბანკში და რაღაც სხვა კომპონენტები არის, როგორც არის API gateway და ასე შემდეგ, რომელიც ჭირდება დახმარება. თუმცა ჩვენ მზად ვართ უფრო დეტალურად ჩვენ კოლეგებთან ერთად გავაკეთოთ, ჩავერთოთ, გაგიზიაროთ უფრო მეტი გამოცდილება, ცოდნა და ასევე უფრო დეტალებში ვისაუბროთ თვითონ გადაწყვეტაზე და სხვადასხვა კომპონენტებზე, რომელიც აადვილებს ღია ბანკინგის და PSD2-ის შესაბამისობაში მოყვანას საბანკო სექტორის. როგორც საბანკო სექტორის, ასევე მზად ვართ, როგორც აღნიშნე, რომ რეგულატორთან და საბანკო ასოციაციასთანაც გავცვალოთ ინფორმაცია მონიტორინგის ნაწილში, იმიტომ რომ ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, SLA მონიტორინგი, როდესაც ლაივში გაეშვება ეს ღია ბანკინგი, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ ამის მონიტორინგი იყოს განხორციელებული, რათა თანაბრად მიიღონ მესამე მხარემ ეს სერვისი და საბოლოო ჯამში ბანკის მომხმარებელმა. ერთი კითხვა მაქვს, კითხვები თუ არის და მან რობერტ მას ეკითხა, ჩვენ სადმე უნდა დავინახოთ ეს კითხვები თუ? არა, მე ვიკითხავ, რომ დავამთავრებ შეხვედრას. ოკეი. კი ბატონო. მადლობა. მადლობა დავით. Thanks a lot, Robert, for your presentation. It was very interesting. კარგით, გონი ჩვენ შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა პრეზენტატორების მხრივ. ეხლა გადავიდეთ კითხვებზე. პირველი კითხვა არის ეს მასალების პრეზენტაციები დაშიარდება თუ არა. ამაზე მე გაგცემთ პასუხს, რომ ვინც დარეგისტრირდით და მეილები გვაქვს გამოგიგზავნით. და ვის მეილებიც არ გვაქვს, ჩვენს გვერდზე, საქართველოს ეროვნული ბანკის გვერდზე დაიდება პრეს-რელიზი, სადაც იქნება ყველა ინფორმაცია. ეხლა გადავიდეთ კითხვებზე. პირველი ყველაზე აქტუალური კითხვა იყო შემდეგი, ოთარ ვფიქრობ თქვენ უნდა გაცეთ პასუხი. ვინ გააკონტროლებს და როგორ მოხდება კონტროლი, რომ ბანკები არ დაჩაგრავენ ფინტეკებს, არ შეუნელებენ და ან უარს არ ეტყვიან მომსახურებაზე. ღია ბანკინგი, როდის იგეგმება არასაბანკო სექტორისთვის, ვალდებულები იქნებიან თუ არა ბანკები მისცენ წტომა API-ებს ნებისმიერ სტარტაპს. წტომა კი ბატონო, მე მეგონი გასაგებია კითხვა. ალბათ, ამიტომაც არის ხოლმე ღია ბანკინგის პროექტებში ჩართული როგორც ეს ზედამხედველი, იმიტომ რომ ზედამხედველის ერთ-ერთი ფუნქციაც ძირითადად არის, რომ ეს სტანდარტები, ასე ვთქვათ, მის შესრულება, ასე ვთქვათ, გააკონტროლოს. აი, კონკრეტულად ეს იარაღები ხო რითაც მოხდება ამის მონიტორინგი, ხო? ანუ ჯერჯერობით გასაზრული არ არის, მაგრამ შემდეგ წელს ამის მონახაზი იქნება. ჩვენ არ გვინდოდა რომ ჯერ აი პირდაპირ რაღაც ისეთი სტანდარტები შემოგვიყვება, მაგალითად დაუნთაიმზე ან ბიზნეს უსყოთობაზე რაღაც მოთხოვნა, ხო? რომელიც შემდეგ აღმოჩნდება, რომ არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ჩვენს სინამდვილეში არსებობს. ჩვენი მიდგომა იყო, რომ მოდი ეტაპობრივად მივუდგეთ, ხო, ჯერ გვინდა რეალურად რომ გადაწყვეტა იყოს, ხო? და მე ამ გადაწყვეტის ბაზაზე ხო მოხდება იმ სტანდარტების განსაზღვრა, რაც შეეხება, თქვათ, ამ API-ების უწყვეტობის თემას. ეგ იდეაში ყველაზე იული თემა არის, ხო, იმიტომ რომ ზედამხედველს ძალიან ეხერხება ასეთი თემების გაკონტროლება და მე თუ დაგვევა არის სანქციების მიღება ასეთ თემებზე. მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა პირდაპირ ეს გაგვესწორებათ ჯერ და მე გადასულიყავით ტექნიკურ გადაწყვეტაზე. მადლობა ოთარ. თუ რაიმე კითხვა გექნებათ კიდევ ამ თემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ Zoom-შიც მოგწეროთ და უფრო განვავრცელოთ. მეორე კითხვა მიშა არის თქვენთან, რა ძირითადი განსხვავება ევროპაში ფართოდ გავრცელებულ PSD2 რეგულაციასა და ღია ბანკინგის შესაბამის ქართულ რეგულაციას შორის? რეგულაციის ნაწილი შეხება საკანონმდებლო საკითხებზე იმდენად მე არ გავრცელები, თვითონ ფაქტიურად რაც პროცესში მე ვიყავ საკანონმდებლო
მიმართულება უფრო ეროვნულ ბანკს მიყვას, მაგრამ საკუთარ ჩართულობიდან გამომდინარე გეტყვით მაგას, რომ არსებითად რაღაც მნიშვნელოვანი განსხვავება ალბათ არ იქნება, თვითონ არეგულირებელი ჩარჩოს თვალსაზრისით ყოველთვის თავიდან არ შემინიშნავს რაღაც არსებითი გადახვევა ყოფილიყოს იქ. რაც შეეხება ტექნიკურს, ალბათ ეს უფრო არის ჩემი ნაწილი, ტექნიკურად ჩვენ ვეცდებით რომ მაქსიმალურად თავსებადი ვიყოთ ევროპულ სტანდარტებთან. გამომდინარე იქიდან რომ როგორც თქვი, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ ეს არ იყოს ჩაგეტილი საქართველოს ფარგლებში და ქვეყნის ზომიდან და ბაზრის, ასე ვთქვათ, მაინც საბოლოო ჯამში ზომიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა უნიკალური არ მოვიყვანოთ, თუმცა გარკვეული გადახვევები, რა თქმა უნდა, როგორც საკანონმდებლო, ისე ტექნიკური კუთხით ბუნებრივია იქნება, მათ შორის ოთარ მასწავლეთ რაღაც არსებული რეალობის გათვალისწინებით, თუ იქ რაღაც ევროპას შეეძლო რომ დაეწესებინა მაგალითად იგივე მკაცრი სარეგულაციო მოთხოვნები თავითვე თავის ბანკებისთვის ჩვენთან ალბათ ეგ ცოტა სხვანაირად იქნება სავარაუდოდ რადგან დამატებით მე კიდე გაკეთებს კომენტარს ტექნიკურადაც ასეა ტექნიკურად არის ჩვენ უნდა ვთქვათ ის რომ ჩვენ ხარეს საკმაოდ საქართველოს საბანკო სისტემა ბოლო პერიოდის დამოუკიდებლობისას მიღების შემდეგ საკმაოდ განვითარდა და ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთა ისეთი რომ რაც შეიძლება თლად ესე იგი იქაურ სტანდარტებში არ ჯდებოდეს და აქედან გამომდინარე მოგვიწიოს გარკვეული კასტომიზაციების გაკეთება თუმცა შეძლებს აგვარად ვეცდებით რომ სტანდარტების ნაწილშიც არ ასე ვთქვათ ამოვარდეთ საერთო რაღაც ჩარჩოდა ნამდვილად ეს გამო მადლობა მიშა შემდეგ კითხვას წავკითხო ბანკები მოაბავენ თავს სატესტო გარემოს და სატესტო დატასეტის ამბავს გარემო თამაშებმა რომ შეძლონ ნორმალური ტესტირება ფიქრობ მიშასთან ან გიორგი შეიძლება რომ უპასუხოს არ ვიცი მიშა ალბათ თქვენ მხარეს უფრო არის საერთო სურათზე ტექნიკურ ნაწილზე ინფორმაცია როგორი ფიდბექია მე მგონია რომ რაც შეეხება სატესტო გარემოებს ჩვენს გეგმავთ რომ გარკვეული სატესტო პლატფორმა ამაზე მიმდინარე ფიქრი დამუშავა რომ გარკვეული სატესტო პლატფორმა არსებობდეს რომ დაგეხმაროთ ასე ვთქვათ ინტეგრაციის ნაწილში თუმცა ბუნებრივია ხო ნუ ბანკებსაც მოუწევთ მსგავსი რაღაც გაკეთება ალბათ მე მგონია რომ მოავავენ თავს ანუ ყველაფერს მოავავთ ჩვენ თავს ერთობლივად ეს არის რაღაც მე ამას არ უყურებ რომ ყველა ბანკი ამას თავისით აკეთებს ჯერჯერობით ესე არ არის ჯერჯერობით ყველანი რაღაც ერთად მუშაობთ და მე მგონია რომ ყველანი ერთობლივად ამას თავს მოავავთ და კარგად იქნება მარტულებითაც ყველაფერი და თუ არ იქნება კარგად მე მარეგულირებელს გვესწრება და ისინი გვეტყვიან რაღაც იგი ბრძანები თორნითაც გვეტყვიან მაგრამ მე მგონი არ მივა მაგამდე საქმე ოთარ კარგით მადლობა მიშა ოთარ თქვენთაგად მოვალ რამდენად კრიტიკულია 31 მარტი 2021 წლის დედლაინი კი ბატონო ნუ ჩვენი გამოსახედიდან ასე ვთქვათ კრიტიკულია თუ კრიტიკულობაში მას გვინდოს რომ გადაიწევა თუ არა ეს დედლაინი იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ლართული სიტუაცია არის პანდემიის გამოწვევიდან გამომდინარე ხო ანუ ეს ისეთი პროექტია ხო ესეთი პროექტია რომელიც ნამდვილად პრიორიტეტი არის ჩვენთვის ხო ისედაც ვთქვათ ცოტა რაღაც გადაწევები იყო ამ პროექტში მაგრამ ჩვენ ძირითადად ვაპირებთ რომ ეს ძირითადი სამუშაოები რაც არის უკვე შემდეგ წელს 2021 წელს დავამთავროთ 2021 საქართველოს ღია ბანკინგის წელი უნდა იყოს ანუ ჩვენი განწყობა ასეთი არის რა თუ რაღაცა არ მოხდება ხო ეს ვადა არის კრიტიკული იმიტომ რომ ჩვენ ახლა რო გადავხედოთ ხო რა რეალობის წინაშე ვართ რა იმიტომ რომ ეს მიმართულება ხო ცოტა უკვე განვითარებული რო იყოს მაგრამ ბევრი პრობლემების წინაშე რასაც დღეს არის ჩვენ წინაშე პანდემიიდან გამომდინარე ასე ვთქვათ შეიძლება ასე ვთქვათ უფრო შემსუბუქებული ყოფილიყო და უფრო განვითარებული ყოფილიყო დისტანციური ფინანსური მომსახურება რომელიც ბევრ შემთხვევაში ამ ღია ბანკინგის ტექნოლოგიას ეფუძნება
მადლობა, აქვე დავამატებ ერთ კითხვას უთარ თქვენთან. Ვინ გააკონტროლებს ფინტექის მიერ მონაცემების შენახვას, დამუშავებას და არამიზნობრივად გამოყენების საკითხებს? ხო, კი ბატონო, ნუ ზოგადად ანუ ნებისმიერი ფინტექი ხო აქ ვერ შეერთვება, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, საჭირო იქნება ასე ვთქვათ, რეგისტრაცია, ლიცენზირება ეროვნულ ბანკთან და თელი ამ ლიცენზირების თუ რეგისტრაციის თელი არსი იქნება, რომ ასე ვთქვათ, ფინტექი შემოწმდეს, ხო, მართლაც გააჩნია თუ არა მას სათანადო ტექნიკური საშუალება, რომ ეს სენსიტიური მონაცემები, რასაც ის მიიღებს და დაამუშავებს, სათანადო იყოს დაცული. თუ ვერ მოახერხებს, ნუ ამ ლიცენზიას რეგისტრაციას შესაბამისად დაკარგავს. ანუ შესაბამის სადამხვილო ორგანიზებები ჩვენქვრივ იქნება შემუშავებული, ისე რომ რაღაც მნიშვნელოვანი რისკები არ უნდა წარმოქმნას. მადლობა. მიშა თქვენს გარეშე არ გამოდის. ისე რომ გადმოვალ თქვენთან. იურიდიული პირების ბანკისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი API თუ მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის? იურიდიული პირების ბანკინგისთვის. მიუტზე არის. აი მაინც მოახერხე რომ მიუწე ველაპარაკა. რაც შეეხება მას იურიდიულ პირებს, პირველი ეტაპისთვის იქნება ანუ მარტის დედლაინი რაც არის, რომ ეს იქნება ფიზიკური პირები და იდმე წარმოები, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის რომ იურიდიული პირები დაფარვის ზონიდან ასე არ უნდა გამოგჩეს. იურიდიულ პირებთან დაკავშირებით არის სხვადასხვაგვარი საკითხები, განსაკუთრებით განსინიცირებაში როცა მიდის იქ ვისაც ქონია ამ შეხება იქ არის მაგალითად რომ საგადახდო დავალება შეიძლება რამდენიმე დირექტორი აწერდეს ხელს და იქ დამოწების მეტარი ანუ ღრმად ტექნიკური საკითხებიც არის მან გადასააზრებელი, ამიტომ ესე იგი პირველ სკოპში რომელიც მარტის დედლაინია ვეცადეთ რომ ძალიან აღარ გაგვერთულებინა მართულება და მაგაზე კომენტები არ აგვიყვება, მაგრამ მაგათ არ დავტოვებთ ასე ვთქვათ ხედულობის გარეშე რა თქმა უნდა. იურიდიულ პირებს გულისხმობ. მადლობა. გვეკითხება ვიღაც არ ვიცი სახელი და გვარი არ წერია. განმარტეთ თუ შეიძლება რას ნიშნავს? ბოდიში ერთოც. განმარტეთ თუ შეიძლება რას ნიშნავს ღია ბანკინგის დანერგვა პირველ ეტაპზე ჯერ ბანკების შიგნით. PSP-ები არ ერთვებიან თავიდანვეო? კი, მაგას ნიშნავს, მე მგონი ზუსტად, რა ვიცი, განმარტეთ, რომ პირველ ეტაპზე ანუ პროვაიდერი, ანუ ანგარიშის მომსახურე პროვაიდერიც და ანგარიშის ინფორმაციის პროვაიდერიც იქნება კომერციული ბანკი, ანუ ერთი ბანკი იქნება გამცემი და ანგარიშის ინფორმაციის პროვაიდერი, ანუ მიმღები იქნება მეორე ბანკი, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი. შემდეგ ანგარიშის ინფორმაციის პროვაიდერი შეიძლება გახდეს სხვა ნებისმიერი ფინტექი თუ ნებისმიერი სხვა ვინმე, ვინც მიიღებს ლიცენზიას, რომელზეც ოთარმა ისაუბრა უკვე და დაექვემდებარება შესაბამის რაღაც შემოწმება ზედამხედველობაში. თუ შეიძლება მე გავუმარტავ რეალურად აი რატო წავედით ასეთ გზით? იმიტომ რომ ღია ბანკინგში ანუ ყველაზე კრიტიკული და ყველაზე ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი საკითხი არის ინვესტიციების და თუ გინდა აი ნებისმიერი ვთქვათ ზედახოდის გადმოსახედიდანაც მნიშვნელოვანია რომ თვითონ ბანკმა მოახერხოს core საბანკო სისტემის ჩაბმა API-ის მიმართ რა ანუ ეგ არის ყველაზე კრიტიკული და ყველაზე მნიშვნელოვანი რა რის გაკეთებაც ძნელია და მნიშვნელოვანია რომ ეს გაკეთდეს კარგად. ჩვენ გადავწყვიტეთ რადგან ეს კრიტიკული ეტაპია ხო? ანუ ჯერ მხოლოდ ასე ვთქვათ ბანკებში გავაკეთოთ ეგ და გავტესტოთ რეალურად როგორ მუშაობს და კარგად მუშაობს რაღაც დამატებითი რისკები თუ შეიქმნა ხო? ამ შემთხვევაში ხო მაინც ეს სისტემა ბანკებში იქნება მოქცეული და ბანკებში იქნება ჩაკეტილი და მნიშვნელოვანი რაღაც დამატებითი რისკებს არ შექმნის. ნუ ეს როგორც კი ასე ვთქვათ, ანუ ჩათვალეთ რომ ეს არის როგორც ასე ვთქვათ ბანკების დონეზე sandbox-ის გაშვება რა. ანუ პირველი ეტაპი არის ბანკების დონეზე sandbox-ის გაშვება. რო დავწმუნდებით რომ რეალურად ეგ მუშაობს, ხო, ტექნიკურ საკითხებს ვთქვათ გადავწყვეტ თუ რა პრობლემები იქნება, ხო, მე მისი გახსნა, ხო, ასე ვთქვათ, კიდე დამატებითი მხარისთვის, ხო, არის უკვე ძალიან მარტივი რა, ანუ პრაქტიკულად ძალიან მარტივი ერთი რეგულაციის საქმე არის, რომ
ლიცენზირება მიიღოს, რეგისტრაცია მიიღოს ფინტექმა და შესაბამისად, როგორც სხვა ბანკი მიერთება ამ სისტემაზე, ისევე მიერთდეს. მადლობა ოთარ. შემდეგ კითხვას გავაჟღერებ. საჯარო სამსახურებმა უკვე ხომ არ გამოხატეს სურვილი სტანდარტის გამოყენებაზე, ან ზოგადად აქვს თუ არა ამის მზაობა განცხადებული? მე გამიჩართო. არა, თქვენ თანამედროვე დავაღე. მე პრინციპში არაფერი, ჩემთან არ მომმართავ ჯერჯერობით არავის, რა ვიცი. ბატონო, ხო ზოგადად ჯერ რომ მოგმართონ, ხო ჯერ რაღაც უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ჩვენს ახლა შექმნის ფაზაში ვართ, ხო იქნება ეგ სტანდარტი რა და რეალურად ეს სტანდარტი რო შეიქმნება, ხო მე პირადად ძალიან ისეთად იმედიანად ვარ გაწყობილი რა, იმიტომ რომ ზოგადად ქვეყანაში ხო არის პრობლემა პირადი მონაცემების გადაცემის რა, პირადი მონაცემების ისე გადაცემის, რომ დაცული იყოს აი ძალიან მაღალი დონის სტანდარტები, GDPR რეგულაციები და ასე შემდეგ რა. დღეს ამის ტექნიკური გადაწყვეტა არ არსებობს რა. ხო და მას შემდეგ ხო რაც რეალურად open banking-ი გაეშვება, ხო ეს ტექნიკური, ასე ვთქვათ, მანქანა იმუშავებს, შემდეგ ეს მაგალითი იქნება ბევრისთვის, მათ შორის საჯარო სექტორისთვის, თუ კერძო სექტორისთვის, ტელეკომუნიკაციისთვის და ასე შემდეგ, რომ შეგვიძლია ეს შექმნილი მექანიზმი გამოვიყენოთ, ასევე ნებისმიერი სხვა პირადი და სენსიტიური ინფორმაციის, ასე ვთქვათ, დასამუშავებლად და წამოსაღებად. ანუ იმედია ეს ღია ბანკის სტანდარტი მომავალში ასევე სტანდარტი გახდება, ასე ვთქვათ, სხვა სექტორებისთვის, მათ შორის შესაძლოა საჯარო სექტორისათვის. მადლობა ოთარ. მეგობრებო, გთხოვთ თუ რაიმე კითხვა გამორჩა, ამ ფიქრობთ რომ არ წავიკითხე, შეგიძლიათ Zoom-შიც მოიწეროთ ან slido.com-ზეც, იმიტომ რომ დავაჯგუფეთ შინაარსის მიხედვით და ანუ ეს ზევიდან ხვევით არ მოვყვებით, იმიტომ რომ ერთმა დამსწრე მომწერა, რომ რაც მივყვებოდიო და ვერ დაგეწიეთ მოკლედ. კარგი, შემდეგ კითხვას გავაჟღერებ. მიშა, ესეც თქვენთან არის თუ ბანკი A-ს და ბანკ A-ს და ბანკ B-ს ყავს საერთო კლიენტი, ისინი მოახერხებენ ერთმანეთისგან ამ კლიენტის მონაცემების გამოთხოვას, თავად კლიენტის ავტორიზაციის გარეშე? ჩვენ მაგას არ განსაზღვრავთ, ჩვენი სტანდარტი ზუსტად იმას უზრუნველყოფს, რომ ინფორმაციის მიმოთვლა მოხდეს მომხმარებლის თანხმობის საშუალებით. Ну, რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მაგალითად კანონმდებლობით დადგენილი წესით ეს რაღაცა ინფორმაციის გაცვლა ხდებოდეს. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ღია ბანკის მიღმა სხვა რეგულაციები და სხვა სტანდარტებიც არსებობს. ჩვენი სტანდარტი ითვალისწინებს თანხმობით ამის გაკეთებას. სანდრო გვეკითხება კრედოდან, 17 დეკემბრის შედეგები ხომ არ ვიცით სერტიფიკატებს რაც შეეხება? 17 დეკემბრის შედეგები არ ვიცით, კი არა, უბრალოდ ვიცით, 17 დეკემბერს ქონდათ ვებინარი. ანუ აუდიტორიისთვის ავხსნი მოკლედ რა კითხვას პასუხს, ანუ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, ევროკავშირთან თავსებადობისათვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ისეთივე სერტიფიკატების გამოყენება, როგორცაც იყენებენ ევროპაში პროვაიდერები. როგორღაც მოახერხა სამწუხაროდ, ესე აღმოჩნდა, რომ ევროკავშირში ისე იყო კანონმდებლობა, რომ მხოლოდ ევროკავშირის წევრებს და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრ ქვეყნებს აძლევდნენ იმ სერტიფიკატებს და ჩვენ აი ქვეყნებს არა. ჯერჯერობით ეს საკითხი კიდევ ღია, იმიტომ რომ კითხვას დავსვი და ცოტა დააგვიანდება კიდევ სტანდარტს, მაგრამ ნუ ეს ღია ბანკისგან პრობლემას არ შეგვიძლია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეგვიძლია დროებით ეგ სერტიფიკატები გავაკეთოთ და აბსოლუტურად საერთაშორისო სტანდარტის წამოგვეწევა. ანუ მაგაზე არის უბრალოდ მოკლედ. მადლობა მიშა. ოთარ, თქვენთან არის ერთი კითხვა, უკვე დანერგილის სენდბოქსის მუშაობას წარმატებულ პროექტად აფასებთ? დანერგილის სენდბოქს
ანუ ჯერჯერობით ღია ბანკინგი ასე ვთქვათ, ლაივში გაშვებული არ არის. მარტში მოხდება, შემდეგ წლის მარტში მოხდება მისი გაშვება და საწყის ეტაპზე ასე ვთქვათ, sandbox-ში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ბანკები. ხო, წარმატებით დამთავრდება ასე ვთქვათ, sandbox-ი და შემდეგ მოხდება სხვა დარეგისტრირებული ფინტეკების ჩართვაც. იმედია ეს იყო შეკითხვა. მადლობა, კარგით, ბოლო კითხვას დავსვავ Zoom-ში, რომელიც მოიწერეს და შეგვიძლია დავამთავროთ. რადონის სტაბილურობა მოითხოვება ბანკებისთვის API-ების კუთხით. რაიმე ჯარიმებია გათვალისწინებული არსათანდო CLA-ისთვის? ეს უფრო ტექნიკური. ეს ჯარიმები ჯერ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ მომავალში იქნება. სანქციები იქნება. სტანდარტის იქნება რა სახის delay არის მისაღები და ასე შემდეგ. კარგით, ჩვენ შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა მინდა მიხადოთ დასწრებისთვის, დაინტერესებისთვის და აქტიურობისთვის. ოთარ, გადმოგცემთ საბოლოო სიტყვას, შეაჯამეთ და დავამთავროთ. კარგი, მადლობა გიორგი. დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის, დაინტერესებისთვის ამ თემით. მნიშვნელოვანი არის რომ ეს ღია ბანკინგის თემაზე ხო საჯაროდ ასე ვთქვათ შეჯერებით განცხადებული არ იყოს მიუხედავად იმისა რომ დაახლოებით 1 წელია რას მუშაობთ ამ თემაზე იმიტომ რომ გინდოდა მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები გადაგვეწყვიტა მაგრამ დღევანდელი დღე მე მგონი უკვე მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩვენ ხსნით რეალურად ღია ბანკინგის პროექტის შესახებ ინფორმაციას იმიტომ რომ ვფიქრობთ რომ უკვე არის ეტაპი როდესაც სხვა მხარეებს უნდა ჩაერთონ, განსაკუთრებით მომავალი ფინტეკები, რომლებიც ამას გამოიყენებენ. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება მოხმარებელმა გაათვითცნობიეროს, რომ რეალურად რა არის ეს ღია ბანკინგი, რისთვის არის მის სასარგებლო, იმიტომ საბოლოო ჯამში ხო ეს მთელი ჩარჩო არის მოხმარებელზე მორგებული რა, ამ ჩარჩოს ასე ვთქვათ სათავეში დგას მოხმარებელი, რომელიც თავის ინფორმაციას, თავის ფინანსებს უფრო მეტი თავისუფლებით განკარგავს ფინანსურ სექტორში. ამიტომ აქტიურად გამოდით კონტაქტზე და ჩვენს კიდევ ალბათ შემდეგ ეტაპებზე კიდევ უფრო დავნებგავთ რაც მეტ ნაბიჯებს გადავდგამთ და დავნებგავთ ახალ ასე ვთქვათ ტექნიკურ გადაწყვეტილებას მინდა რომ ახალ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ფინტექ საზოგადოებასაც და ერთად ვიმჯეროთ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ფინტექ ეკოსისტემა. დიდი მადლობა. მადლობა ოთარ. აქვე გავიმეორებ რომ პრეზენტაციებს გამოგიგზავნით. ასევე ჩანაწერი დაიდება YouTube არხზე, იმიტომ რომ ბევრი მეკითხება ამას და საბოლოოდ ისევ და ისევ მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. მადლობა. თანამდებობებს გისურვებთ. დიდი მადლობა ყველას ინტერესის დარღვევას გისურვებთ.